ჩვეულ რეჟიმში რამდენი გრაფიკი არის 12-ზე მძინავს, 7-ზე ვიღვიძებ. რამდენი საათი გამოდის? 7 საათი გამოდის და ყოფნის? 1 საათი მედიტაცია თავში და 1 ბოლოში. ეგ 2 საათი მედიტაცია რაღაც მხრივ თითქმის 1-1-ში ძილის ტოლფასია. მოკლედ 9 საათი გძინავს ეგრე გამოდის და მე ანუ ჩემს 8 საათი ძალიან კაი არის და 7-საც ყოფინობ და 5-საც ეს ამენთ. როცა სხვა გზა არ გვაქვს, მაგრამ ნუ მე მაკლდება რაღაც დღის შუალედში უკვე ვატყობ რომ ამოწურული ვარ ხოლმე და ამიტომ მირჩევნია რომ 800 თუ ვიძინებ თავის ვარჯიშიან იმიან ჩვეულებრივად მე შუალედებში ძილი აღარ მინდება რა შუა დღის ძილი ვარჯიშს მე თუ გამოძინებული მაქვს 8 საათი და თუ არ მაქვს და ვივარჯიშე და დავიღალე ძალიან სადღაც შუალედში 1-15 წუთიანი ნეფი აუცილებლად მინდა როგორც მინიმუმ 15 წუთიანი ნეფი ძალიან კაია ხო მაგრამ ნუ 1 საათიანი ხო კაი 40 წუთიანი შუა დღეს გააქვს ეგ ისა მე გამიჩერებია მანქანა პირდაპირ შუქნიშანთ სადღაც გადამიყენებია გვერდით და იქ დამიძინია 15-20 წუთი და მე გამიგზელებ ესე ეხანდელ რეჟიმში თუ ხო და ნუ ძალიან კაია რა ვახალას უნდა და ეთქვა რომ ძალიან გიხდება ბიჭო აი ხა მაგას უყურებ მაგვარც მაგრამ ფიქრობდი რა ნაწილი თუ ხდება და იმ მწვანით უფრო ხდება ვიდრე თეთრი ნაწილით თითქოს აი მწვანე ნახე უკან ფოთლები ვარდი კონადი ბაიძე ძალიან შეგიძლია შეეხო ჩინაური ვარდი artificial 1000 თვალ მონახული თუ რა ქვია გადავლილი ეს ვარდი არის ერთი 25 წელი ჩემ სტუდიაში სადაც არ დავდივარ ყველგან დამყובה ოღონდ აი ყუთში დევს რამის კი არ ფასეულობა კი არა კაცზე ვარც ვიცი საიდან მაგრამ მაიმუნი ხო სად არის მაიმუნი არ ვიცი სადაც აქ არის ბიჭო აქ სუფევს ამოთხოვს არ ვიცი შეიძლება ბავშვი რეჭავს მანძალი ხო და კაი ვარდი არის ბიჭო ისე მოხდა ჩვენ დაუნებურდით ნუ ხალხი თვითონ ხალხმა გითხრა რომ ანუ კაროჩე რაღაცა არქივს ვაკეთებთ ეგრე გამოდის რა ყველა სტუმარი თავის ტაიმლაინს ხვება მუსიკალურ ცხოვრებაში და არა მარტო და მე მივხვდი რომ მე ეს ტაიმლაინები რაღაცა იკვეთება და რაღაცა ერთი ისტორია შეიკრება რაღაც დროს რა ნუ რაც უფრო დრო გამოვით უფრო შეიკრება სხვადასხვა პერსონაჟი ყოფილი თავის ცხოვრებას ხო და შენც მაგარი მემატიანე ხარ შენც კი არა შენ ხარ ყველაზე დიდი როგორ მიიღო ბიჭო არა ყველაზე მაგარი რა არის იცი რომ მაგარი ეს არის აღმსრულებელი მათი მაგარი კი არ არის მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა აქვს ალბომები უდევს რომელიც არ გამოცემულა რა და მაგაზე მოხადე გაქვს სურვილი და უფლება რომ ილაპარაკო ყველაფრის უფლება მაქვს მიდი დაუშვი მაშინ როგორ გაიცინა და რა აფასნი ხარ ყველაფრის უფლება გვაქვს ხო და ჯავე მაკიდან დავიწყოთ და მე უკან წავიდეთ თუ გინდა. კი, მე მაქვს დაახლოებით 100 საათი მუსიკა, რომელიც პრინციპში მარტო ჩემთან ინახება რა, ისე დაცული. სხვისი მუსიკაზე ლაპარაკი. ჩანაწერებზეა სხვების ჩანაწერები. კი, სხვისი მუსიკა ქართველი არტისტების რა საქართველოში მოღვაწე აი ვინ არტისტების ნიკა კოჩაროვი ანუ შენ ხე გამოუცემელებს იძახი თუ გამოუცემელი იცის შენი გამოუცემელი ნიკა კოჩაროვის რომელი გინდათ ესე იგი რო თინეიჯერობის პერიოდის მერე ისე ძველები ედალთერი ძველი შუა ახალი ორი იმინა დასრულებული ალბომი გაქვს რომელიც არავის არ მოაქვს და ორი გატკიცინებული მათ შორის ერთიდან ტრეკს ვიყენებ ხოლმე აუდიო სისტემებში ეს ახლა ძველ ლოლიტების ბოლო ალბომი როგორ ციხეში შემოგზავნე ეგ ხო ეგ ახლა ჩავთავ ტელეფონით ერთი ეგ და ერთი Z4 Zulu ერთ წამს ახლა მე ერთი რაღაც მაინტერესებს აქ თქვენ შორის რა ეს რო არდებს მაგ ალბომს ჩემზე არის ახლა უკვე მე ავიღე პასუხისგებლობა და მე მეგონა რომ ამის ბრალია რო არიდება და აღვნიშნა რომ არავის ბრალი არ არის რო არიდება პრინციპში თავის დრო აქვს მე და თორნიკე მიქსავდით 3 წელი იმას მე და ეს მოვიდა რომ ვაი თქვენ პატრონსო ბიჭო მომეცითო და 5 დღეში დავდებო რა წაიღო 2020 წელს
და დევს 5 წელია. ვისი გამოისობით კან დამნაშავებს არ ვეძებთ უბრალოდ რატო არიდება. გავერკვეთ. იმიტომ არიდება რომ კარგია და მაგრამ ჩვენ უფრო ლამაზი ხო და მაგალითად ახლა კარგის მტერი არის უკეთესი. კი, მაგალითად ერთი კვირის წინ რაღაცა საუნდ სისტემაში ჩავრთეთ და შენი კომენტარი იყო სხვათა შორის რომ აი რაღაცა აკლიაო და ანუ შესაბამისად მეც ამენთო ესე იგი თუ მწვანდებოდა ხო ისა ეხა ყვითლისკენ წამოვიდა რომ კიდე რაღაცა ხო არ უნდა ხო და მე მგონი დასაკიდებელი ეგ რაღაცები რაც უნდა და პროსტა უკვე კაი ძალიან ჩავიციკლეთ ეხა ჩემზე არა მაინტერესებს ეგ ერთ-ერთი ის არის რა ქვია ინდიკატორი არის მარტო შენთან მიმართებაში არა სხვა ალბომების გამოცემობის ამბავიც არის რა აი მაგალითად კიდე რა ალბომი პირველი რაც მოგდის თავში და ნინო ქათამაძის ძალიან კარგი ახალი ალბომი მაქვს რომელიც არ გამოცემულა რატო არ გამოდის არ ვიცი ვინ იცის არავინ არ იცის no one knows მაგრამ ჩემთან არის და მზა რაღაც აი იცი რა არის ამ ბიზნესში არის ეგეთი რაღაცა რა როლები ერთ-ერთი როლი არის პროდიუსერი რომელიც მარტო პროდიუსერი თან ის ბასისტია თან ხმის რეჟისორია თან რაღაცა მან ცოტა რთულდება პროდიუსერი უზრუნველყოფს რომ გაჩნდეს პროდუქტი რა ხელმისაწვდომი ხო ისეთი როგორიც არის დაგეგმილი თქვათ რა და ეგეთი ცალკე განყენებული ეგეთი პატრონი რასაც არ ყავს ის კონსერვდება იმიტომ რომ ჯერ არ ვართ მანდ რა აი პროდიუსერი საერთოდ რო არ ვიცოდით რას ნიშნავს მაშინ ისე გამოდია ალბომები როგორც დაგიბარები იმიტომ რომ მაშინ ერთი სული ქონდა რომ დღის შუქი ენახა და ახლა როცა გაჩნდა შედარება შეფასებები ხო გარცულდა მეგარი კიდევ მაქვს გავაგზავნო რა თქმა უნდა ისა მე ჩემი ის არის მოვალეობა რომ შემოგთავაზო იცით რა თქო მაინც რა გაი ვისკი არის არტფორდ 1708 და მე დავლევ თქვენს მაგივრად მიდი დალია შენ დალია ჩვენს მაგივრად თქვენ სხვაგან გუშინდელი მერე გჭირდება გუშინდელი დღის მერე მე კი მე მოვუვათ გუშინდელი დღეც კიდე მაქვს ძალიან კარგი მწვანე ოთახი გამახსენდა აჩიკო ხო მართლა მწვანე ოთახის ალბომი გაქვს რომელიც დევს რომელიც რაღაცა ხო აი არ ვიცი ის არის რა პრინციპში კარგად ჩაწერილი ნაცნობი ტრეკები რასაც ლაივებზე მწვანე ოთახი უკრავს ხოლმე მე პრინციპში ძალიან მომწონს აჩიკოს მაგონი არ მოწონს ჯგუფის წევრებიდან ზოგს მოწონს ზოგს არ მოწონს და მოკლედ ეგეც არის ჩემ კომპიუტერში. პრინციპში ეგ მე მგონი აჩიკოსაც. მე ვარ დიქტატურის მომხრე მუსიკაში რა. 4 კაცი ვერაფერზე ვერ ჩამოყალე. ერთი დიქტატორი უნდა იყოს ბენდში. ხო. მოჩვენებითი დემოკრატია. რაღაცეებში რო კორს უგორებ და რეალურ რაღაცეებში რო ერთპიროვნულად რო იღებ გადაწყვეტილებას. კიდე ერთი ძალიან მაგარი ის მაქა გული დამწყე. ეგ მზად არის და დადებულიც იყო და მე რაღაცა ავტორო მწვანე ოთახზე ლაპარაკი თუ კოლიზი არა ეს არის უკვე გოგი ძოძუაშვილი და ანტონინ მარტო AK ირაკლის ძალიან მაგარი ალბომი რომელიც იყო დადებული და მე საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლიზის გამო მომთხოვეს აღება და მეც ავიღე ერთმანეთში ვერ შეთანხმდნენ რამეზე მე და ირაკლი ვერ შევთანხმდით და მე და გოგი კი შევთანხმდით თუ მე კი მითხრა ირაკლიმ რომ რაღაცა თუ გინდა მიუბრუნდეთო მაგასო არ ვიცი რა მოკლედ მაგარი შემდეგი დავай დაყარე მაგარი საინტერესო არის ისე მე მაინტერესებს გავიაროთ და საუხერხულო არ არის მაგაზე ლაპარაკი შენი Z4 Zulu-s ალბომი ტაბულასთან მიმართებაში ეგ რატო დაიბლოკა გავიაროთ მაგაზე ჩემ მხარეს რაც არის ცნობილი ბევრი კითხვა გაშვებულია შო აღარ არის დაბლოკილი ეგ. ხო, მაგრამ პრობლემა რაშია იცი? ამდენი წელი არ გამოცემულა. 2012-ში ჩაიწერა. და აი ეხა აღარ არის აქტუალური Z4 Zulu. მომისმინე ერთად, გამომთავრებინე. აღარ არის აქტუალური Z4 Zulu. ეხა უცებ რომ გამოცე, აი ისე გაიზავება ეთერში, ისე დაიკარგება, რომ ვერავინ დაკარგულია ისედაც და ასედაც. და სადღაც დღის შუქს თავისით გზანახა. არა, იცი რა მე რას ველოდები, ჩემ წარმოდგენაში რა ხდება, იცი რომ რაღაც დროს Z4 Zulu-s reunion-ი მოხდება.
და ჩვენ გამოვცემთ ამას რა. არ ვიცი ხო. ანუ ბევრი კომპეტენტური ადამიანისგან დაინტერესებული ვინც იყო მაგ თემით, აინტერესებდა ეს კითხვა რა მიზეზი და ყველა მითის ესე პატარა იმას იცილად მიზეზი მაგრამ რა ესე ბავშვის ოთახი ცოტა არეული როა ხო და წუხილია რომ აუ დასალაგებელია თუ რაღაც მაგრამ ეხა ისეთიარეულია და იმდენი ნიუტია დასალაგებელი რომ უკვე წუხილიც აღარ არის ასე რომ განცალკევებულად ამ რასაც ეხა ჩამოვთვლით ამაზე განცალკევებული ზრუნვა არ მაქვს ერთადერთი იცი როგორი ფიქრი მაქვს ხოლმე რომ მე შემიძლია უბრალოდ ავიღო პასუხისმგებლობა და ვიხულიგნო და ეს ყველაფერი ავიღო და ერთი დაწყაპებით პროცესს დავდო. აი უმარტივეს მართლა ეს აკაურობის პლატფორმა რაზეც ვლაპარაკობთ თქვა ეხა ამაზე ვლაპარაკობთ. უკარგესი პირობა იქნება იმისი რომ ანუ ვისაც არ ახსოვს ინტერესი ეხა მაინც ჩდება და უკვე შეგიძლია ჩადო და ჩააფინო და ყურადღება მიექცეს. შეგვიძლია გამოვიყენოთ სმუკი იმისთვის რომ აი როგორც მე ეხა რაც თქვი Z4-ს რომ დაიკარგება თქო შეგვიძლია გავაკეთოთ სპეციალი ამ ალბომზე ვილაპარაკოთ და გამოვცეთ მე მოვიყვანოთ ნინო ქათამაძე ვალაპარაკოთ ამ ალბომზე გამოვცეთ ვთქვი რომ ანუ აი ის არ გაჩნდება რომ დაიკარგება ეს ალბომი რაღაცა ინფორმაციით ზუსტად ინფორმაციას მაგრამ გვინდა ტიპები ვინ არის გამოუცემელი და მიზეზებიც რომ დავიკიდოთ თან ზოგი დაიღუპა რა აი ნინოს ბასისტი დაიღუპა მიშო რა ანუ ვისი ნინო ქათამაძის ბას გიტარიც რო ჩავწერეთ მე დავიდა ჩვენგან და იმ ალბომზე უკრავს და ვიდეოებიც გვაქვს ჩაწერის და რაღაცა მე მით უმეტეს კარგი არის თუ ახლა არ ნინოსაც უნდა ანუ არაფერი ის არ არის პროსტა რაღაცა ეს ხდება რომ გაიწელა და მოდი ვილაპარაკოთ ნინოსთან მაგ თემაზე ვილაპარაკოთ და მე მოვაყოლოთ კაი კიდევ კიდე ეხლა მე ისეთები მახსენდება ჯერ რომლებიც მომწონს და მიყვარს თან მუსიკალურად აი ჟორას სიმღერებია რომლებიც აქ-აიქ რაღაცები დევს მაგრამ ორგანიზებულად ასე პლატფორმებზე Apple Spotify რაღაცა არ დევს და მე ავიღე პასუხისმგებლობა ვიზამ თქო 1-2 წლის წინ და ეგეც იმ არეულ ოთახში გადავიდა კიდევ ვინ რობის, აუ ისეთი ტკიცინა ალბომი მაქვს და რობი რა გინდა ძმაო? არ დავდოთ? რობის ახლა ამაში რაღაცა უმეთხრა, რა ვიცი. ხო და მოდი ეხა რობიზე თან ფილმი მაქვს კინოკამერებით და სტაფით გადაღებული, როგორ ჩავწერეთ ეგ ალბომი. ანუ ეს კი არ არის მარტო რაღაც ჩავწერეთ. თან ფილმი გვაქვს, სადაც ამის შორტი დევს ხოთა შორის რა. ჩასაწერი კონფიგურაციის აწყობის დროს სტუდიაში ისე მოხდა, რომ მუსიკოსები ცოტა გადატიხრა, რომ არ შევიდეს ერთმანეთის ინსტრუმენტები და ხმები ერთმანეთის მიკროფონებში, რაღაც მომენტში ჩაიკეტა რობი და გახდა აუთსაიდერი რა. და მან დაწერება აუთსაიდერ. ეს თავისი დალაგდა პროსტა არ გვიჩალიჩია რომ ეგრე ყოფილიყო რა. ხო, მაგარი იყო, ძალიან მომწონს ეგ ალბომიც რა. სიმღერები პრინციპში ნაცნობია, მაგრამ აი როგორ არის, ეგეთი შეკრული სტუდიური ჩანაწერი, კარგი ხარისხის რა. რომ დაძებნო ეგ სიმღერები არ არის. მე ნანახი მაქვს ვიდეოც რო უკრავენ ძალიან მაგარი ნარეპეტიციები და ვაფშე მაგარი ამ ახალ ალბომზე ლაპარაკი? ნიკა მარგველაშვილი, ნიკა ბუზალაძე და სანდრო მაისურაძე. იმინა როგორი იუნიტია ის რას უკრავენ? ის ვარკავენ. იმინას ვარკავენ. რო შევედით ეგრევე ვარკა და კარგი არის. ხო და რობის რომ მოვიწვევთ, რაც მალე იქნება ალბათ რა ხა. კი გწერენ კომენტარებში ის მოიწვია, ეს მოიწვია, მაგრამ ნუ ერთდროულად ყველა. არა, ხო და მოდი ხა იცი როგორ გიგმას მივყვეთ? მოდი ხა ვიზეც ვილაპარაკებთ თქვათ. ის ადამიანები ან რა დროში განაწილდება არ ვიცი, მაგრამ იმ ადამიანებთან ეხა უკვე მოუხაზოთ გეგმა რომ გავიაროთ ამ თემაზეც, მათ გამოუცემელ ალბომებზე და მე გადაცემის ბოლოს როცა გავა, დავახვედროთ ლინკად. მაგალითად გოგი არის ჩვენი შემდეგი. ითქვას რა პრობლემა არანაირი. გოგი ერთხელ ვაცემინე პოლიციას და გოგი აცემინე პოლიციელს მოყევი ხა. პარკი ჩამოაცვეს თავზე და მე შაურმას ვჭამდი. მაგრამ ეს ფილმი იყო. აჰა. რა ფილმია? ოტესი ხო? დრამერი ქვია. ერთხელ მეც წამიყვანა საჩხუბრად, ხო, ნამდვილ ცხოვრებაში. ხო, ეგეთიც ყოფილა. კი.
კარგი ჩუბი გწოდნია, მე მომეწონა შენი ისე რა. და ჩემი თავის გატეხვა და მე შენთან გაკერორი. ხო იყო ეგეც დიდი სიყვარული. ღამის 3 საათზე და შენ გავაღვიდე. და ჩემი კერავდა. და შენ მაგაკერა ბახა. გადაფურჩქნული თავით. და რამდენი წელი მეგონა რომ სხვამ დაარტყა და თურმე სხვას დაარტყავს. მე მეგონა რომ ეს ეხა გითხარი. ეხლა ხანს გავიგე რომ ეხა ხო ცოტა სხვას ჩაურტყავს და მე ამდენი წელი მეგონა რომ აბა გაუგებრობა ჩამარტყა თავში. აი რომ ჯერ აი რაღაცა ვიცი რა და ვიცი და всё. და მე აღმოჩნდება რომ საპირისპირო რაღაცა. იცი. ხო და იცი რა ვქნათ? მოდი ის ვქნათ ალბომები კიდე ვინ არიან გამოუცემელები და მე გადავიდეთ და თავიდან დავიწყოთ. საიდან დავიწყოთ საერთოდ? ჯერ კიდე ვინ ყავს გამოუცემელი მაგას მივყვეთ. მაგხას. გამოუცემელი კიდე ვინ ყავს? კოტესი არ გაქვს რამე? კალანდრა. არა, კოტე ძალიან სწრაფად შემოვიდა, გავიდა. კოტეს ეტყობა ძალიან კარგი კარმები აქვს და მუსიკალური რა და ამიტომ კოტეს რაღაცები არ გაჭედილა თითქმის არასდროს. კიდევ ვინ მყავს? 56 ტერაბაიტია ეს სერგი რამე? სერგი ძალიან ბევრი რაღაცა გამოუცემელი, ძველიც, ახალიც არის სადღაც მე, სერგი, კაკადუ და სიხა ექსპერიმენტულად უკრავთ და რეპეტიციობთ და ყველაფერს წერთ და არც მახსოვს მანდ რაებია ვაფშე. ხო და მოგვიც ჩვენ გამოვცემთ. ეგ ერთი ტრეკი არის Tea House. Tea House. შემიძლია წდომა მოგცე. Tea House, Arty House. სერგი როგორ ახარ? ერთი ეგეთი ტეხავს არ ტეხავს პანჩი არის რა. ხო და სერგისთან რა ხდება? როდის უნდა მოვიდეს? ვეიპორი ის არ იყოს. ვეიპორია არ მოვიდა. სერგის ავიტანებს. მოთმინება. ხო და ეს რა პლასმასებს იდებთ პირში რა არის ეს? ვეიპი არის ესეთი. იცი შენ რაც არის სიგარეტის ალტერნატივა და ესეთი ბევრად საყვარელი ვიდრე სიგარეტი ან მაინც. ხო და რას გაძლევს? ნიკოტინის მარაკს. ოღონდ არა ინფორმით რაღაცა სიგარეტში წვა რომ მიდის აქ ორთქლა მიდის და მაინც ის წვა არის ართულებს ცხოვრებას და ეს ნაკლებად შედანები. ხო და ის რა ქვია სერგისგან 1 გრამი ნიკოტინი ცხენს კლავს და ცხენს კლავს 1 გრამი ყველაფერს კლავს ვაფშე ყველაფრის. მაგას მშაობებით. თორე წამოვა ის ახალგაზრდობის მეხსიერება ცუდი. ხო და რაო სერგი? სერგი წავიდა. და ნუ ჩამოვა. ხო და კიდე ვინ რო მოვხაზო ჩვენ თავში ვისთან ვილაპარაკოთ ამ თემებზე. თუ გინდა ეხა თუ არ გვახსენდება მე სია მოგვეცი. შევდივარ ბოსტონის ფილიალში დახუჭული თვალებით და ვინც მახსენდება ვამბობ. კაი, მოდი მაშინ ჩავიდეთ ქვემოთ. სია წავედით UR-ში წავედით მაშინ. მე შენ ცოტა გვიან გაგიცანი რა, არ გაგიხცანი გვიან. შენ და ორბალანსი ერთად იყავი და ეგ 16 წელია დაახლოებით. ლესელიძის ქუჩაზე იყო ესეთი კლუბი 96 წელს თუ არ ვცდები 17-ს. შეიძლება უფრო ცოტა ადრე. ნუ აი მაგ დროებში UR-ი ერქვა, სადაც უკრავდა ყველა მაგ დროინდელი underground ბენდი და იყო აი ნუ ეს ერთადერთი ადგილი, სადაც ვიკრიბებოდით რა და მანდ გავიცანი, უბრალოდ მანდ ნახე გვაჯი. და რები მოსულ როგორი რაღაცები იყო, იცი მოსული იქ მე და კოტე UR-თან ვიდექით და ვთქვათ overbalance-ის კონცერტი იყო რა, overbalance გიგა მიქავერძი იყო ვოკალისტი ხალხის ძმა. და ვიდექით და გიგას რო დავინ ჰაუ გიგა დაგვაკრევინე რა და გვაკრევინა და სანამ ჩვენ ანუ სპორტინგ აქტი მაშინ არც ვიცოდით სპორტი რას ნიშნავდა რა. დაუკრავდით და ესე ყველა რა ჩვენ რო ქონდა კონცერტი ვიღაცა მოდიოდა აუ დაგვაკრევინე რა და ვაკრევინებით ერთმანეთს. ხო და მე მიროსგან გაგიცანი მე მგონი. ანუ მიროს ქონა უფრო უნდა რაღაცას იღე. კი მირო ჩვენთან იყო და რაღაც VHS-ის კამერით. მირიან შინგლეზე ელაპარაკი. VHS-ის კამერით იღებდა. ისე მიროც კაი არქივარი არის მაგ პერიოდის წიბახასი არ იყოს. ხო და მაგ ჩავიდეთ. იუარის პერიოდში ჯერ. იუარის პერიოდში. თქვენ საიდან შეკავშირდით ზოგადად? მე გურიაში, ლანჩხუთში, დებია ბაბუამ ყავდა. და სახლი, ახლა ბიძა ჩემი ცხოვრობს იქ და ზაფხულ არ დადეგებს ვატარებდი მანდ.
მან მქონდა ელექტროგიტარები, რაღაც მაგიტოფონი. მაგრამ აივანზე უკრავდა. ეგ რომელი წლებია და რამდენი წლის ხარ? პატარა ვარ ალბათ რა ვიცი. 14 15 სადღაც 90-ია? 14-15 წლის და მანდ გავიცანი ტიპი, იმიტომ რომ რაღაცა მეტალიკის რაღაცას უკრავდი და ამ ტიპმა ქუჩიდან გაიგო თუ რაღაცა. ეს აღმოჩნდა გიგას ნათესავი. მაგან გამაცნო გიგა. და ეგრე გავიცანი გიგა მიქაბერიძე და ოვერბალანსი და მე ბაკუნა გიგას ბასისტი. იცი 97-ში დავიბადე, ესე იგი 92 რაღაცა. შენ ოვერბალანსის წევრად იყავი? ძალიან მოკლე პერიოდი. მე რო გაგიცანი ეგრე იყო. მაგრამ სულ ახლა ოვერბალანსი შენს გარეშე არ მახსოვს, მაგრამ სცენაზე მთლად სცენაზე მე მახსოვს მარგარიტაზე ერთხავით ერთად? მარგარიტაზე მე ცოლი მოვიყვანე და არ ვიყავი ჯგუფში. ხო, მაგრამ ერთად იყავით. მაგ დროსაც მაგ დღესაც მახსოვს. არ მაგ დღეს ერთად მახსოვს. მაგ პერიოდში რა, როცა ჩვენ ერთად ანუ в движениობდით, როგორც მაშინ ერქვა. მე დავქორწინდი და კონცენტრაცია გადავიტანე მაგ საკითხზე და ვიყავი მარგარიტაზე და ვეხმარებოდი უკვე ვიყავი ამათი საუნდ ტექნიშენ. ანუ ვეხმარებოდი შეერთებაში და რაღაცებში რა. მარგარიტას მე UR-ში კონცერტებზე ერთხელ გიტარაზე უკრავდი. მე ბაკუნა წავიდა, ბასისტი წავიდა ჯგუფიდან და მაგრამ სპორტსკი და ბაკუნა და დრამზე ვინ იყო? ლაშა ბერძენიშვილი. ეგ ვერ გავიხსენე იმ დროს. ხო, უკრავდი ბაკუნა რო წავიდა ბასზე რაღაც პერიოდი. მე გიგასთანაც რაღაცა საავტორო, ნუ ეს არის ხო პოპულარული. აუ, ბიჭო, სწორედ მახსოვს ვიღაცა იყო იპოლიტე ხვიჩიას შვილი. ბაკუნა, ხო? ბაკუნა არის იპოლიტე ხვიჩიას შვილი და იქ რაღაცა ლეგენდაც არის, მე არ შევსწრები ვარ, მაგრამ მიყვებიან, რომ ბაკუნა რაღაცა იქ იყო ეგეთი მომენტი, რომ პოლიცია უცებ მანქანაში ჩაყრიდა და გაგჭხრეკდა და გადაკითხავდა და თუ რაღაცა წაგიყვანდნენ რა და ესე ბაკუნაც დაიტაცეს ქუჩიდან და ვინ ახარ იპოლიტე, როგორი ხვიჩია, საცხოვრობ იპოლიტე ხვიჩია. იმისამაზე ერთად. არა, თან იქ ცხოვრობდა, ხო. ბაბოლილი ხარო და წაიყვანესო. სადღაც ცხოვრობდა სააკაძესთან. ხო. კი, სააკაძის მოედანთან ცხოვრობდა რა. მე სხვათა შორის მე და გიგა რო დავიშა ოვერბალანსი დაიშალა. მე ბაკუნა და ლაშა გქონდა მცდელობა რომ ჯგუფი გაგვეკეთებინა და დაგვეკრა არც ახსოვს. შოთაძე გაქრა ამ პერიოდში? პორტუგალიაზე ნაკლაპარა გიორგიზე. ამ პერიოდში ჯგუფი დაიშალა ოვერბალანსი რა. ისე ჩემი ერთ-ერთი ოვერბალანსის საყვარელი სიმღერა აღმოჩნდა შენი დაწერილი. გამათბე მე. ხო. გამათბე მე აღმოჩნდა ჩემი დაწერილი, დავწერე გერმანიაში. მე რეკ ცალკეც გაკეთებული არის თუ ოვერბალანსის ფარგლებში გვაქვს? მე გვაქვს მაგის გაკეთებული რაღაცა ვერსია. გამათბე. ეგ სიმღერა მე არ დავწერე სინამდვილეში ეგ სიმღერა. просто აი ხო არის წერ პროცესი რა. რაღაცას აკეთებ, ხო? აკორდები რაღაცა, ხო? ვიქნებოდი 19 წლის და ეგ სიმღერა просто დაუკარი მე. საიდან მოვიდა? აზზე რა ვარ. იმ მომენტში ჩემი დედაშვილიც იყო იქ. ნე ნიურნბერგში, ერლანგენში, გერმანიაში ცხოვრობდი ბავარიაში რა და ესო ვისი სიმღერა? მეთხრე არ ვიცი თქო. ჩემი. ეგრე გაჩნდა ეგ სიმღერა. მე გიგასთან დაუკარი და გიგას მოვეწონა და გააკეთე. გიგასთან გვაქვს რამე შეხება? მე არ მინახავს წლები რავი და მეც არ მინახავს. ხო და მეც 1-20 წელი არ მინახავს ალბათ. ძალიან ხო და მოვიძიოთ რა. რაღაცნაირად თან მართლა ის არის 1-5 წლის მინახავს. კი და ჩემთან იყო სტუდიაში მოსული და რაღაცა ტექნიკო, ნუ რაღაცა აუდიო რაღაცი შეერთება. გიგა თუ გვიყურებ, სტუმრად გეპატიჟებთ ჩვენ. არა, უნდა ბიჭები არიან, მოდი. არა, ნუ ჩვენ თვითონ უნდა მივწვდეთ ახლა მე რავიმე კონტაქტი აქვს ხო. ვინ შეგიძლია რომ ისე გააკეთო. კაი, ხო და ირაკლისთან, ჩარკვიანთან, როგორც ოვერბალანსის სასტავი გაიშიტეთ, ხო თქვენ? აი ეგ ტრანზიცია როგორ მოხდა? ერთხელ გაიღო ჭიშკარი და შემოვიდა ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც უკვე ძალიან მიყვარდა მაგის მუსიკა რა, ალბათ ჩემთვის იყო საუკეთესო
მუსიკა. არა ქართულ მუსიკაში, არამედ ვაფშე საუკეთესო მუსიკა იყო და მაგ დროს მოვიდა ირაკლი, ეგ იქნებოდა 98 წელი შეიძლება 98-დან 2000 წლამდე პერიოდია რა, ზუსტი წელი არ მახსოვს. რაღაც ტყავის კურტკა ეცვა. რა ქვია ნიკოლსონი ქვია ეგეთ კუდს. და რა ჩაულებრივი კაცი შემოვიდა რა, უბრალოდ ვიცანი რომ ეგ არის ირაკლი ჩარკვიანი. არ დაგვიწყია რაღაც არც დიდი გაცნობა და რაღაცა ხელის ჩამორთმევები. შევედით დედაჩემის სახლში, სარეპეტიციო სარდაფში, სადაც იყო რაღაცა ტუმბოში ჩამაგრებული 30 ლარად ნაყიდი რაღაც დინამიკი, ესეთი პიჭორკა შტეკერებით შეერთებული აუდიო, ახლა რომ მიდი ეს არის მაგითი ვაერთებდით აუდიოს. ვერ ხვდები როგორ ლაშა ბერძენიშვილის რმიფის ბარაბანი, რომელიც არგონის სვარკით იყო გადასვარკებული სნეარდრამი, რაბოჩი რო პროგრამა ყოფილიყო და ესეთი ხმარო ქონოდა. ისე რომ იცოდი ჩემ წარმოსახვაში შენი სტუდია ეგ არის დღემდე. ხო, მაგის ფოტო. ანუ სულ მგონია რომ გვაჯისთან მივდივართ, მაგ უნდა მოვიდე რა. რაღაცა ფოტო შეიძლება მქონდეს მაგის, აინდენ უნდა მოვძებნო. ხო და მოკლედ მან შევედით და დავიწყეთ დაიწყო ირაკლიმ დაკვრა და ჩვენ აყოლა რა. რასაც უკრავდით, ეგ ტრეკი არის საქართველო. სანამ ამას საქართველო მოусმენ და ჩემთან სარდაფში უკრავდა ეს ტრეკი რა და ვერ ხვდებოდი რა ჟანრია, ჰიპ-ჰოპია, როკია. კავშირება როგორ მოხდა აი მანამდე ვინ ვის დაურეკა? გიგა და ირაკლი მოვიდნენ ჩემთან აზზე არა ვარ რაღაცა თითქოს გელა და ნანა გიგას დედა იცნობდნენ ერთმანეთს და ერთად ჩემი ბიჭი უკრავს. ანუ რაღაცა მაგათ ბავშვობის პონტი ქონდა. მშობლები იცნობდნენ ჩემი აზრით ერთმანეთს. შეიძლება ისვენებდნენ რაღაცა მოკლედ. და მოკლედ დღესთან ვიბაზროთ მაგათ. ხო რა. ფაქტია რომ ფაქტი ის არის რომ გაიღო ჭიშკარი ორივე შემოვიდა და დავიწყეთ ირაკლის ბოლო პერიოდის სიმღერების გარჩევა და მე მინდოდა რომ ბასზე დამეკრა და ბევრი დამეკრა და მე მოძრავა და რაღაცა და არაფერი მარტო მიიღო დასაკრავი სულ მთელ რეპერტუარში და რო გადავდიოდი არ გადახვიდეო მე უნდა დარჩეო რა და თვითონაც არ გადადიოდა დიდად რა ხო ხვდები გზნობდი რაღაც საინტერესო რაღაცა რასაც უკრავს მაგრამ ვერ ხვდებოდი მაგის წონას რა რაც მე რომ გამოაჩინა რომ აგერ როგორც კი სამშობლო და პირველი ეგ ტრეკი ახსენდებათ რა. ეს ერთადერთი ლაივ ბენდი იყავით ირაკლის, ხო თქვენ? არა. ხო ყავდა კიდე მარგარიტაზე ვისთან ერთადაც გამოვიდა. მე აღარ მახსოვს ვინ გამოვიდა და დრამ. მე მგონი მარტო ხო. მე გეუბნები სულ ყოფილ ბენდს ვამბობ რა. ბასი არის ხო? კი, მართალი ხარ ხო? ბასი. არა, მე მგონი კიდე უკრავდა ქიშო. ეგ ხა ადრე ხდება ძალიან. ადრე ხო. უკრავდა რაღაც პერიოდში. ნუ ეგრე რეცეპტს უკრავდა, მაგრამ ლაივის პონტი არ ყოფილა. კი, რამოდენიმე ლაივი დაუკარით. ერთი ნახდად მახსოვს ფილარმონია. ვაკის პარკის ლაივის YouTube-ზე რაღაცები. სხვათა შორის მაგის ძალიან მაგარი ხარისხით გადაღებული, დამონტაჟებული მულტიკამერით ჩანაწერი მქონდა მარტო მე ერთადერთი ეგზემპლარი და ბახტრიონა მithova ეგ კასეტა ჩემგან და რამოდენიმე წელი არ დამიბრუნა. და ირაკლი რო გარდაიცვალა, რა უცნაურია. პირველი რაც გავაკეთე, დავრეკე რომ მეთქი კასეტასა და მახსოვს რომ მიხა. და იმიტომ არ მიბრუნა და თურმე რომ წაეშალა რა რაღაცა. ჩემოდამ ჩადო კამერაში და ბავშვი გადავიღო. და მოკლედ წაგვეშალა ეს. და ვიღაცა მის გადაიღო გერმანელი ტიპი არის, იმას მე არ ვიცნობ და იმას შეიძლება სადღაც არქივში აქვს. ხო, მაგრამ კასეტას გადაიღო, თუ ეს გერმანელი უსმენს ამ გადაცემას და ისმის. ნუ ეს ნაწილი გერმანულად მოვყიდე, გადავიხდით. ისე AI მაგას ვერ აკეთებს გადაწერილ მასალას. ქვედა ლეიერს ვერ იღებს. AI-ის ვიდეო კასეტა როგორ უნდა ჩაუდო პროსტა. და კიდე გინდა ეგ პერიოდი ვქეკოთ. მე ლადოსთან უკრავდი. არა, ეგ არ მახსოვს. კი. ლადოს ბასისტიც ვიყავი რა. მაგ პერიოდში მეფესთან, იმპერატორთან, ვისთანაც გინდა ყველგან დაკრუიზო. იმინა სამეფო კარი ხარ რა. ვინცთანაც ხო? მის მინუ. ერთ რაღაცა ეგ მოკლე პერიოდში გადასვლა ხდება, ხო? კი, კი, მე ლადოს კონდა
სამხატვრო აკადემიასთან რაღაც ლაივი იყო, რომელიც ლადომ დააორგანიზა. კი, შიგნით ხო, ეზოში. მეც დაუკარი, მე ლადომ მომწერა ეგეთი რაღაცა, რომ მე გამისწორდაო როგორ აზროვნებო გიტარების პონჩიო რაღაცა ტრეკზე, რომელიღაცა ერთ-ერთ ტრეკზე, მიმატოვე თუ რაღაცა ტრეკზე. ეგეთი ტრეკები. და მაკისკენით? აი ხა სინქრონი. მაგ დაოჯახდით? ჩემი ცხოვრება მიმატოვე. უი, ლადოს ალბომი არ გაქვს? კი, ლადოს ალბომი მაქვს კივრში. ეს არის ლადო და კვარტეტი. ჩემი საყვარელი სიმღერებია. რაღაც ნაწილი დევ Spotify-ზე. და ქონდა GMI-ის დადებული, მაშინ კონფლიქტი მქონდა საავტორო როგორც ყველასთან, ასევე GMI-ისთან. მე მოვთხოვე რომ აეღო, იმიტომ რომ პროდიუსერი მე ვიყავი და ჩემთან შეთანხმების გარეშე გამოქვეყნდა. ასე რომ მე მაქვს ეგ და რემასტერინგი და რაღაც მინდოდა და მე ლადომ თქვა რომ მოდი ეგ ხელახლა დაუკრათო, ხა უფრო მაგრად და უფრო მაგრად ჩავს. კატასტროფა არის. ეგ ნიშნავს რომ თაროზეა რა. ხო და Spotify-ზე არის ეგ კვარტეტის ესე მახსოვს. იყო და წესით ახლა აღარ არის, მაგრამ მე შემელია რომ დავდო როგორც კი მიუბრუნდები აქედან ლადოს დაურეკავ. აუ ხო რა, ხო, იმიტომ რომ ეხა ყველასთვის ის არის ხელსაყრელი დრო არის ლაპარაკის მერე მაგ რაღაცების. ბიჭო, აი ყდა რა, ხშირად ყდაზე ვიჭედები. რა, აი დავდეთ, ყველაფერს ყდა. გაუკეთე ყველას ყდა რა, ხო, რა, მშვენიერ ქავერებს აკეთებს. ხო, მივხვდი. ზმუკის ქავერებიდან გავა. ხო, ძალიან კაი ქავერები გვაქვს. კი. მე დამევასე მანქირო ხარ. ძალიან კაი. ეგ მე მგონი ტოპ არის. მაგრამ ეს ახალი მაგრამ გოგამაც მაგრა ივაშკაცა მუსიკა რაც აქვს. აუ, ხო და მუსიკალური აიმინა ბიზნესი. რეალურად ყველა იმიჯს აცოცხლებს მუსიკა რა. ანუ სწორად შერჩეული მუსიკა იმაშვება რაღაც. ლადოს არ ამდენი გაგზელდა? ძალიან მახსოვს. აი ისეთი ცოტა ღრუბელივით და დისტანცირებულია ეგ პერიოდი და რაღაცა ადრე ნანახი ფილმივით, რომ არ მახსოვს რა. ნახდად არ მახსოვს. მახსოვს რომ უკრავდი და მე მახსოვს რომ ამ კვარტეტის ჩაწერაზე ვიყავი პროდიუსერი და ჩავწერეთ ეს კვარტეტი და კიდე რაღაცებს ვაკეთებდით ერთად. ჩემთან იყო სახში სტუდია და სარეპეტიციო. მან ხდებოდა რაღაცეები ხან. ერთხელ შუქი მოვიდა გახსოვთ? კი. ერთხელ რაღაცა წუსოუკა იყო ჩემთან და ბოლოს შუქი მოვიდაც უკრავდა რობი ვიღაცები ზოგს თვითონაც არ ახსოვს მაგრამ მე მახსოვს რომ ნაყოფები არიან რა ვის არ დაუკრავს კარგი ის იყო რა იმ მომენტისთვის კარგი იყო რომ ყველანაირი ინსტრუმენტი იყო შეიძლებოდა ხმაური ვაწუხებდი მეზობლებს მაგრამ ანუ არ მქონდა რაღაცა ისა სინდისის კეჯნა მაგაზე და ბაკურ ბურდული ამთავრებდა ეს რეპეტიციას. მადლობა მანანა დეიდას, მადლობა ქეთის, ან ჩემი ოჯახის. იმიტომ რომ ყველა იჯდა ამ იმას რა ქვია, როკის ზანზარზე ყოველ დღე. ხო, მაგრამ კაი იყო საკუთარი სახლი იყო და ის მაინც. და უფრო კარგად ვაწუხებდი ეს გაშლილად მეზობლებს პირდაპირ. ეგ ძალიან საყვარელი ის არის ჩემთვის. ხო, ახლა ვერ წამოვიდი. ჩემი თავის გაკერვაც მაგ ხდება. ხო, შენი თავის გაკერვაც მან ხდება უკვე მეორე სართულზე, ესე იგი, VIP. სტერილური გარემო. ჩახება. კი, აუ, მახსოვს შუშები თუ რაღაც შუშები ქონდა ჩაფშინული თავი. აი, მე წამოვყვეთა, უკვე სადღაც 2000-იანებში ვართ. 2000-იანებში ვართ. მაგ უკვე ნუ აი აქტიურად წერ. მე მიფასიში გადავწევ. აი მაშინ. კი, 2000-იანებში რო ვართ, მე ჩავწერე, ალბათ ესეთი ორივე სანამ გადავედით, ასე ვთქვათ, ჩემი ხმის ხმის რეჟისორობა, როგორც მოღვაწეობა და ბიზნესი, იმიტომ რომ მანდ ბასისტი დაკვრა მინდოდა, მაგრამ რო წერდით ჩვენ რა, მე ვრთავდით ამ ჩანაწერს და რაღაცა კომპაქტ დისკს ვადარებდით, არ ვიცი, Red Hot Chili Peppers და არ შეიძლებოდა რომ მუსიკა დაგერქმეა იმისთვისაც და ჩვენ რაც ჩავწერეთ ამისთვისაც და ეგ იყო დიდი წუხილი და მიახლოებაც არ იყო შესაძლებელი და დავიწყე მაგაში ჩართვა რომ აბა რაღაცა ეკვალაიზერი, მიქსერი, მაშინ მიქსერი იყო ერქვა ასე რატომაც იმ სამზერულოს მიქსერს მაინც მიქსერი ერქვა და ამას მიქსერი და პირველი ნინიკო მორბედაძე არის ჩემი მეგობარი მხატვარი მითხრა რომ აი ისო ჩაწერა უნდათო ჩემ მეუღლეს დათო შუშანიას და ან პირველ ტიპს ყვები პირველი რომ უცხო ვიღაც მოვიდა ჩემთან და უნდა რომ ჩაწეროს დათო მოვიდა ლაშა თოფურია ყავდა გიტარაზე ლაშა ჯერ კიდევ თინეიჯერი იქნებოდა მაგ დროს
კიდევ ვინ იყვნენ არ მახსოვს თანარჩენები, მაგრამ რაღაცა ეგრევე დაუკრეს თელი ალბომი. ლაშათოფურია Green Mama. ლაშათოფურია Green Mama. ამას მოყვა რომ მე ლაშათოფურია თავის Green Mama-თი მოვიდა და რაღაცა მე მგონი $300 თუ რაღაც ჩავწერეთ. Nirvana's Bleach რო აწერია recorded by Jeff somebody for $600. ხო, მოკლედ Green Mama ჩავწერეთ. $300 ზაკაზი მივიღე შეკვეთა. ამის მერე იყო უკვე მიფასიში დაიწვა ჩემი სტუდია აღვადგინე. აუ ეგ რაც იგი მანქანა და ნინო ქათამაძე. არა. ის მანქანა რო დაიწვა ეგ ის მერე. ნინო ქათამაძე, ირაკლი ნადარეიშვილი იყო პროდიუსერი, ვინც მიუხედავად იმისა, რომ ნინო ნიაზთან მეგობრობდა და ალბათ likely უფრო ლევანი ნიაზის ხმის რეჟისორი ჩაწერს და მაგათ აღმოჩნდა რომ მე ვწერ. და ნინო ქათამაძე ჩავწერე მაშინ $1,200 და ეგ იყო. ვაუ. ვა, ფული კეთდა. ანუ ეს ხომ მიყვარს, კაცო, ანუ ხელის გაშვება არ მინდა ამის Pro Tools-ის და sound card-ი და რა მიკროფონები და რაღაცები გიждები ამ ვნება მაგ. მაგრამ თან ფულიც ავიღე, გაიყიდა მაგრად შავი და თეთრი ალბომები და ძალიან დიდი პოპულარობა და ანუ ხო რო არ იყო ნინო და რო გაჩნდა, ხო, აი ეგ არის, ანუ ჩემი ჩაწერილი, მადლობა სამყაროს რომ მომეცა საშუალება ამ მაგდროს ჩვენ მიქსავთ. ანუ ნინოს პირველი ალბომია ეგ. ნინოს ალბომის პერიოდში. პირველ ალბომზე ელაპარაკე? კი, ნინოს ალბომის პერიოდში მახსოვს ლადოსთან პარტიზე თუ რაღაცა მე მგონი მე და შენ დავილაპარაკეთ თუ რაღაცა ლადოსთან პარტიზე მახსოვს მე ლადოსთან პარტიზე რაღაცა არ ვიცი კონფლიქტი მომივიდა პოპულარული არა კონფლიქტებში ვიღაცასთან მოვდიოდი და შენც იჯექი ჩემთან მანქანაში და ეხა იმედია რომ ეს კონფლიქტიო ჩვენ დილს არ ეხებაო რომ ჩვენ რო წერთ. მახსოვს მე მგონი ვისთანაც გაქვს მახსოვს თუ ითქმის რავი მე. ჟორასთან მე მგონი. ვიყავი მეც. ჟორასთან მომივიდა ლადოსთან კონფლიქტი? ხო, რაღაც ეგრე მახსოვს. არა, ჟორასთან ვაფშე არა, ჟორა გავიცანი ეგრევე კონფლიქტში და მას მერე სიყვარულის გარდა არაფერი არ. რაღაცაზე ოღონდ მარტივი კონფლიქტი რა იქცა. მე და ჟორა მიცი რაზე ვიკონფლიქტეთ. გიგა მიქაბერიძეს მივაკითხე ასექსში. ჩამოვიდა და ჩამოყვა ჟორა გიტარით. და ჟორა ჩაჯდა მანქანაში და მე ვიძალადე ჟორაზე და ძალით წავიყვანე სახში და ჟორას არ უნდოდა რომ სახში წამეყვანა და მე მეთქი წაგიყვანს მაო თუ რაღაცა მეტი გაუგებრობა ხო და მე ესე მახსოვს რომ ლადოსთან რაღაცა ხოიზე იქ მოხდა რა აი პატარა გატა ბაკურაც ლადოს ჩაერთნენ და მე მოკლედ ესე იგი მე უკვე Young Georgian ლოლიტაზის ძალიან კარგი პირველი ალბომი, მეტი მანამდე ალბომი არ ყოფილა, როგორც მე მახსოვს, ხო? დავმიქსეთ. მიფასი ერქვა მაშინ ჩემ სტუდიას, იმიტომ რომ კომპანია მიფასის თან ერთად ვიყავი განთავსებული და ესენი მეხმარებოდნენ ინსტრუმენტებით. ხო და მოკლედ ესე იგი ქათამაძე და კაჩაროვი, ანუ რაც არ უნდა დაარქვა ჯგუფს, მაინც გუში მეკითხებოდა ვიღაც კაჩაროვიაო თუ კოჩაროვიაო. ხო, და ეს ორი იწერება კოჩაროვი, მაგრამ ითქმის კაჩაროვი. ხო. ხო და ეგეც და უკვე გაიხსნა რა, ბიზნესი გახდა. უკვე მიყوي დავიწყე რომ ვა, ესე იგი წერ და ფულს ვიღებ ამაში და კომერციალიზაცია მოხდა ჩემს. რამდენი გადაიხადა? 50 თუ $100 სიმღერაში. ხო, ვა. არა, 100 ვერ გადავიხდიდი, 50. ესე იგი 50. აუ რა დრო არა საყვარელი ფასებია. მაგრამ მაშინ კუში იყო ხა და ჩვენთვის მასაკი. რა ქვია მაგ ალბომს? Lemon Juice. Lemon Juice. აი აგერ ხო არის. მე უკვე ნაშჭას გამო. ასე გვზე ერთხელ ესე თუ როგორც გამოაცხადა როგორც ამ Lemon Juice. Lemon Juice. აუ როგორ მახსოვს, ძალიან ციოდა სტუდიაში. აი ესე სპირალიანი პლიტები რო იყო. ხო ისე და ესე მიგმული ქონდა და ახლოს ვიყავით ერთმანეთთან რომ არ გავყიდულიყავით და აი ესე შენობაში გათბობა ვაფშე არა. ეგ რადიოში დაახლოებით იგივე სტილის კომედიაში. ეხა ჰაერია მაგ ადგილას აღარ არის ეგ ბილდინგი, განგრეულია რა. და აი მაგრაციოდა და რა აპარატური. ეგ დინამიკების ხოთაშ არის გოგი ძოძუაშვილს აქვს. ხო. რაშიც მიქსავთ MSP 5 Yamaha, რომელიც მან ხანძარშიც მოხდა და გადარჩა. ისე რამდენი ის ქონდა შენ კატაკლიზმა შენი სტუდიის პონჩი? ის დაწვა, ხანძარი, წყალდიდობა. რამდენჯერ აღსდექი? Phoenix.
აი ფენიქსი მიეც გადაეცი შეში მოძრება ყველა ეს შენ გეკუთვნის შენც გექნება ეგეთი არა ამას ელექტრონი მე ელექტრონავტი მაქვს და არც ერთჯერ არ ვიცოდი და არ მქონდა ის რაღაც მოლოდინი ელექტრონავტის სახტად დავრჩი და ეთერის საეთერო პულზეც ვიჯექი მაგ დროს ეთერი პირველიც და მეორეც არა სერგიმ დამაჯილდოვა და პრინციპში პანდემია იყო და არა მე და სერგი ვიყავით მარტო და მანამდე ერთი კვირა გვერდზე ოთახში იყო ჩემთან ეს ელექტრონავტის ჯილდოები და არ შემიხედავს ფაქტია არ შემიხედავ ნახავდი ბავშვობაში მეგონე ჩვენ და სერგი სადღაცას მობიძაშვილო ელემენტები ორივე გვარჯილაც ხო ერთი ძირი გვაქო რა ხო და ანგარებით ხო არ იყო ის ელექტრონავტი კი არა აზე არა ნეპო ბეიბი მაგის მე ხდება უკვე რადიოში რო იყავი გამაგრებული მე რადიოში გავმაგრდი ხო ჟოვრას დახმარებით იქ საგულა ოთახის ოკუპაცია მოვახდინა და ამაკ ის ძალიან კაი სტრიმი გამოვიდა არა აი სანამ ლაივ სტრიმი ვაფშე ანუ არც იცოდნენ რას ნიშნავს რა ლაივ სტრიმი და უკვე ინტერნეტში სტრიმს ვაძლევდით და მაგ სამაგალითოდ აგერ მაგ იმ დროიდან პროსე ხელი შევავლე ეგ ლოლიტაზარი ხო იანგჯაი რა პატარა ხარ მაგ ვიდეოში და ნორჩი სადღაც შეხვდა ლაივ სტრიმი იყო რომელიც გადიოდა ბურჭულაძე და ნიკონ ერგაძეს ხედან იქ და ხო და ეხლა შემხვდა სადღაც ბოლოს ვიდეო აუ ძალიან მაგარი ისტორია უნდა მოუყვე ამ მაგ სტუდიაზე რა ზივერთ რაღაც ნიტომ მიქსაუთ ნიტომ წერთ არ მახსოვს და ფიდბექი გაიჩნდა ზავიასკა რასაც ეძახიან რა დაბალი სიხშირების გუგუინ და უცებ ვირთხა გამოვარდა რა ამ ხმაზე გამოვარდა საერთოდ შევარდა აუ ამან იფიქრა რომ კაროჩე მეო ვიციო ხა ესო დაბალ სიხშირეზე თუ გამოვარდაო და შეწუხდაო მეო ეხა ამას მოვკლავო მაღალი სიხშირით ეს ატარებს კონფუს მაღალი სიხშირით დაუბრიდაო და ჩართო ძალიან ხმამბაღლა მაღალი სიხშირე დაწვა პიშალკები დინამიკები დინამიკი მოკალი იყო ვირთხა ცოცხალი იყო თან ჩავრთე და გავედით ჩვენ რო არ შევწუხებულიყავით იმ მაღალი სიხშირე და რო დაუბრუნდით დინამიკი დამწვა კიდე კაი ზაზა არ მოკალი შეჩემ რამდენი რამე არ დაიწყებოდა შეიძლება ზაზა დავრედილი იყო მან ზავიასკაზე გავიხსენებ რა ზურა ჭალიძე მე ხა დაგვტოვა ერთი თიტრის წინ თუ რაღაც ორი კვირის და მანდეთ ეთერის დროს როცა ესე იგი ეს ეთერი პირდაპირ გადიოდა რადიოში პირველ სტერეოზე და ინტერნეტში ერთდროულად რა ცოცხალი მართლა და არა ჩანაწერი რა და მე ეთერს უყურებდი ტელევიზორში ჩოლებროთ პატარა ტელევიზორი მაგ ვიდეო ფაილის ანუ ვიდეოც მოდიოდა აღარ მახსოვს მაგდენი ვიდეოზე ინტერნეტი ქონდა მაგ დროს ისე რაც უნდა რა ინტერნეტში აა უკვე მე მგონი იყო ინტერნეტში გადიოდა ვიდეო და აუდიო რადიოში ბუნებრივია ხო და ბევრი რაღაცა გამახსენდა კასკადში ხო ჯერ ერთზე ფოკუსირდები მოკლედ ტელევიზორში უყურებ რა გადის ეთერში რა ჩემივე თავს და ნამუშევრს და მე გადავწყვიტე რომ მოდი ტელევიზორში რო უყურო მაგრამ კი არ დავიჭირო ანტენით პირველი სტერეო არამედ მოდი ამ ვიდეო სიგნალს ჯერ ჩემთან შევუშვებ ტელევიზორში და ტელევიზორს შემავალი გამომავალიც აქვს გამომავალიდან გავუშვებ ქვემოთ საეთეროსკენ და გამომავალი გავუშვი ქვემოთ საეთეროსკენ და დამავიწყდა მე და გადავრთე პირველ სტერეოზე და ზურა მირეკავს ქვემოდან გვაჯ რაკენიო ვიდეო ზავიასკა გააძრევა ანუ პირველ სტერეო გადიოდა ეთერში პირველ სტერეოს ვაძლევდი რას ჩემი ტელევიზორის გამოსასვლელს და თან გადავრთე პირველ სტერეოზე და არაფერი რაღაც ხარვეზი ხაზები გაიჩიტა პროსტა იმიტომ რომ რასაც ვაძლევდი იმასვე ანუ დავაზავიასკე რომ იქ რამე ისეთი არ გავიდა დავაზავიასკე ვიდეო მაგ ლაივზე აი როგორი მონდომებულები ვიყავით მაგ ლაივზე ხომ 11 საათულზე იყო რომ მოვედით ლიფტი არ მუშაობდა და გიტარის კომბები გიტარები და დრამი ამოვიტანეთ ფეხით დევილი ლაივზე მეც ვიყავი მახსოვს არა ეგ არ მახსოვს ანუ ბევრი ქონდა გვაჯისთან ლაივები ხა არა ეგ რადიო ლაივს აი მას სტრიმი რაც ხო ორი არის კარგი რა ერთი რადიო ლაივია და მე კიდე
ეტყობა რომ მორჩა ჯგუფები წერაზე ისევ რაღაცა ძველი მიროს გადაღებული ვიდეოც არის, დუტკაც ეკვლავს და რაღაცა მიხდება, ან ბევრი ხალხი. ხო. კოტე კალანდაძე იყო სხვათა შორის და ოპერატორი ერთ-ერთი. მაგისი? მაგადაცემის, ანუ გადაცემის. ამ რა live stream-ის სტუდიიდან ერქვა live sound. ამ live sound-ის board-ში ვიყავით, ესე იგი მე ზურა ჭელიძე, ვაჟა ხო და კოტე კალანდაძე იყო ოპერატორი. ჟორაც მე მგონი, აი ზუსტად ეს ყველაფერი ენთუზიაზმით კეთდებოდა თუ რამე ეს ყველაფერი კეთდებოდა ენთუზიაზმის და ერთხელ ლუდი იყო ბალტიკა მე მგონი და მაგან ლუდები მოგცა და მახსოვს რომ მაშინ ახლა რეკლამაში ხო ლუდის დალევა თუ რაღაცა რატომღაც არ იყო მოსული აი ბალტიკა თუ იყო სპონსორი შენი გედგა მაგრამ არ წოდე ჩვენ ვსვავდით არ მოსული იყო მე მგონია რომ მაგ დროს გაჯმა იყო პირიქით ეს ანუ რაღაც წამყვანი არხიდან მე როგორც მითხრეს არ შეიძლებოდა რომ თუ ლუდი იყო სპონსორი რომ გადაცემაში დაესხათ და დაელიათ ტიპებს ახლა როგორც ახლა შენ რო სვავ არის და ჩვენ რა კი ვიყავით ესე პარტიზანული მიწისქვეშა 12 სართულიდან გადაცემა, ამიტომ ჩვენ ვსვავდით და ვთვებოდით და თან მიყვავდა ეს გადაცემა. ერთხელ თაგვი დავიჭირე პირდაპირ ეთერში. არ შეთხობა ბევრი ვირთხა თაგვები იყო მანდ. სადაც თუ ჭამ თაგვი ჩდება რა, იმდაც მე ხმ აქ სტუდიაში დღე და ღამეს ვატარებდი, შესაბამისად ვჭამდი და იქ ნარჩენები დღეს ეს კომანდა ცოცხალიანი და არსებობენ კიდე დაწესებულებებში თაგვები და რაღაცა. კი, ჩემთან იჭითება ხოლმე ზოგიჯერ და რაღაცა. შენ ხა საკუთარ სახლში ხარ და მაგიტომ. სახლში არა. სახლში თაგვია. იქ იძახი, მაშინ კინოსტუდიაში. სახლში ისეთი ისამაკ რო ძირს ვარდება საჭმელი ვიღებ და ვჭამ ჩაულებრივად ანუ ძალიან კინოსტუდიაში კინოსტუდიაში იმიტომ რომ უკონტროლოს შენობა რთული არის კინოცვა შემოვიდა არტისტი რაღაც შეჭამა სენდვიჩი ნამცეცი დავარ და всё ანუ თაგვი ისე არაკანა რაღაცა მიეწრო შენთან სტუდიაში ვარიდებდი მოსვლას თავს იმიტომ რომ ძალიან გემრიელი ბრაუნები ქონდა და სულ ჭამდი ვერ ჩერდებოდა. მაგარია. არ მანდ ტოპ კაიცი რა იყო? უკვე დამიმ თუ კოს დამიმ ალბათ რო იკითხა რომ ბრაუნი. ბავშვები უკვე ნიკას შვილები კითხულობდნენ რომ აი ბრაუნი თუ არის სტუდიაში რა დაჟე ეგეც. ეგ კინოსტუდიაში ხდება. ხო, არა. მაგ ძალიან საყოველთაო სასადილო იყო იქით. ის ამ რადიო ლაივში, აი live sounds რას წერდი. ვინებმა მოასწრეს დაკვრა. მანდ მოასწრო დაკვრა კოტემ ნება SSSR მოასწრო დაკვრა წერილმა ამორალიდან მერე წერილი რო გახდა გია მოასწრო ყველა არ მახსოვს ძველ სტუდიაზეა ბაზარი? აი რადიოდან კონცერტები სტრინგი დათოლომიძე Jazz Orchestra იყო ეგეთი Jazz Orchestra ერთხელ ეგრე გამოცხადდა სოფერში მაგარი ლემონჯუ და Jazz Orchestra ხო ბევრი არის სხვათა შორის იცი აი კასეტებზე არის და ეგეც შემთან ანუ ხო არის ეს ფაილები ხო იმ შავყუთშია და არის კიდე ფიზიკურად კარადაშის კასეტები VHS-ი, mini DVD და ზოგი უკვე DVD-ზე გადაწერილი ეს ყველაფერი ისი მულტიტრეკებიც მაქვს შენახული და რაღაცა ჭირდება მაგას ალბათ არ ვიცი შეიკეტო კარი გადაკეტო აი როგორ უნდა გააკეთო იმიტომ რომ არ უნდა თუ გავჩერდი მე რთულია მიბრუნება აი რაღაც რომ დღეში ერთი რაღაცა დადო თქვათ რა არ მიუდგე ამას რაღაც ძალიან სკრუპულოზური როგორც არის ისე რა აი ერთ დღეში რაც მოესწრება და მიცეთ ეს აი პლეილისტი უნდა იყოს რა. ზოგი თავის ვიდეოიანად, ზოგი მარტო აუდიო და უნდა წავიდეს, თქვათ, აი პირველი რაც არის ახლა თქვათ, ეგრევე რაც შემილია დავდო 1-2 საათი იქნება, ამ 2 საათმა იტრიალოს და მე ნელ-ნელა რო ჩაამატო. ეს სტრიმინგ პლატფორმა შეიძლება გააკეთო. კი, შემილია და 4 დღეში გამეორდება რაღაცა ტრეკი. ჩვენ რო ბაზრობდით ახლა ბოლოს შარშან იყო თუ შარშან წირო ვაპირებდით რაღაც გაკეთებას გახსოვს ჩვენ ბაზრობდით ხო მაგარ რაღაცაზე და მეგონა რომ ეხლა ეს ხო ეს ვაფშე ეს
თავიდან ტესტი იყო, მაგიდაც კი გამოვთალეთ, აგერ მე და ნიკა მიყურებდა მე როგორ თვლი ამ მაგიდას. მრგვალი მაგიდა გადაცემისთვის, მაგრამ ძალიან ფოშ აღმოჩნდა ეს სტუდია ამისთვის და ამან ფაქტია იმუშავა რა, ალბათ უფრო ინტიმი აქ ამას. ხო, თავიდან გვაჯისთან სტუდიაში ვაპირებდით რა. არა, შენ კიდე მანამდე ხო იქ ამ და მეგონა რომ ის ნელ-ნელა შეიძლება გადაიზარდოს იმაში, რომ შენ ხარ AKA Jules Holland და ელაპარაკები ვთქვათ, არ ვიცი, ლადოს თუ აჩიკო გულედანს და ამ საუბარს მოყვება რომ მე დადგება სცენაზე და ბენთან ერთად ისე ეგეც შეიძლება რომ გაკეთდეს. ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. კი. იმიტომ რომ ეგ ხო ვაფშე სხვა ფორმატია და თან მუსიკალურობა მეკია. აი ბოღონდ ისეთი წონიანი რა, TBC solo ვიღაცა ეგეთი იქნებოდა რომ რა უნდა, არაფერი პროსტა აქეთან ჩავალაგებ, წავალთ და ხვალ იქ გავაკეთებთ. მე როგორც ვიცი უბრალოდ ბანკები ცოტა იმას ითხოვენ რა ქვია შენგან მეტ კორექტულობას ლექსიკის. ხო და ჩვენ არ ვიქნებით არაკორექტულები და გვაჯისთან რაც იქნება ის კორექტული იქნება. მე რანაირად უნდა ვიყო სადმე რამე ფორმატში კორექტული აბა. შეჩემა. მაშინ სხვა წამყვანი მაშინ. ხოდა აი სად მოვედით? სადღაც კონცერტების გახმოვანება საიდან დაიწყო? ეგეც ხო არა ნაკლებია. კონცერტების გახმოვანება მახსოვს მზიურში იყო ალბათ პირველი შემთხვევა, როცა პულტთან მივედი და რაღაცა ვცადე. ძირითადად დაიწყო იქიდან, რომ ვისაც ვემსახურებოდი როგორც ხმის რეჟისორი სტუდიაში, უკვე ვიცოდი ამათი რეპერტუარი, ამათი მუღამები, რაღაცები და ამათ მივყვებოდი ხოლმე მერე და ისევ ნიკა კაჩაროვის სხვადასხვა შემადგენლობები, ძირითადად Young Georgian Lolitas ალბათ. ქონდა რაღაც ნაპოვნი ბიუჯეტური ვერსია, როგორ წარდგეს Young Georgian Lolitas ხალხის წინაშე. იქ რაღაცა ფლაიში თუ რაღაცა დაწესებებში კლუბებში ისე რომ საარაკო იყოს და მეორე დროს ყველა მაგაზე ბაზრობდეს რომ არა მაგარი ლაივი იყო და დროის შესაბამისად კაი საუნდი იყო რადარას კომპრესორის დამსახურება რადარას კომპრესორი მაგარი არა შეგვიძლია მოხდეთ რა გამოუშვა ფლაიში იყო მე მგონი ლაივი და აუ პლასტმასას ეძახდნენ რაღაცას და აუ პლასტმასა დაგვრჩაო სადღაც შორს 2 საათი უნდა ამ პლასტმასას მოტანას და ვერაფრით ვერ ვიწყებდით საუნდ ჩეკს. და აღმოჩნდა რომ ეს პლასტმასა არის აი ყველაზე იაფი და ბიუჯეტური, მაგრამ გავრცელებული კომპრესორი ალესისის ეს რადარასთან ვაკეთილში სახში და მოკლედ წავიდნენ 2 საათი ველოდეთ, მოიტანა ეს კომპრესორი, შეერთა, ყველა ბედნიერი იყო, საუნდჩეკიც გავაკეთეთ და საუნდჩეკის დროს მივედი მე ამასთან და აღმოვაჩინე, რომ ეფექტებს ან ესეთ პროცესორებს, კომპრესორს და რაღაცებს აქვს, ეგეთი ღილაკი bypass ქვია. bypass ნიშნავს, რომ ეს ეფექტი გამორთულია. ანუ უბრალოდ არაფერს არ აკეთებს, ატარებს რა ხმას რაც არის. bypass-ი ქონდა მიჭერილი და ჩატეხილი. ტყუილად წლებია ესე დავქონდა. ანუ ვაფშე არ ფუნქციონირებდა. ტყუილად მაგრამ პლაცებო სეკუნდი ხომ მუშაობდა. მე ეს პლაცებომ რო გაიგო, ხო? მაგ დაიბადა პლაცებო ვაფშე. მაგ კომპრესორმა დაბადა. მერე ჩამოფრინდა დიმიტრი ტიკაოი და წამლები თუ დალიეთ ხო ვეკითხებოდით ღამე რომ მივეცით დილით რა did you forget to take your meds დიმიტრი ტიკაოი კიდევ ახსენოთ რომ პლასებოს საუნდ პროდიუსერი ხო და არა მარტო კიდე მერი ფეისბუქის რაღაც მითხრა რომ რაღაც ეხლა Libertines-ის ალბომი ჩაწერა რომელიც ისეთი Libertines ძალიან დიდი ბენდია ინგლისში რა Pete Doherty თუ იცი არ ვიცი არ მაქვს მოსმენილი მაგრამ ის მოსმენილი მაქვს რომ Prodigy-ს opportunity მქონდაო და გაუშვია ხელი მე მახსოვს რომ თითქოს ეგეც გააკეთა რაღაცა Keith Flint-ის სინგლი აქვს ჩაწერილი და იცი როგორ რა გაკეთებული ორკესტრით არის ანუ რომ მოусმენ ჩაოლებრივი ტრეკია თავის დრამებით და რაღაცეებით და თურმე არის ჩაწერილი მხოლოდ და მხოლოდ კლასიკური ინსტრუმენტებით ანუ დრამი რამე არ არის გამოხატული და ისე დააკრევინა რომ აი რაღაცა კონტრაბასი არის ბოჭკა ესა და ძალიან მაგარი ტრეკია მე მაქვს მოსმენილი ესე მოიძიება არ გამოვიდა ტრეკი რეკორდ ლეიბლმა დაუბრაკა
პირდაპირ ტიკო როგორ მიკვირდა ხოლმე იცი რომ ანუ Keith Flint's Prodigy-ის ტიპია რაპონჩი უნდა დაუბლოკო სიმღერა დაუბრაკო არის არა ეს ეხლა მესმის მაგრამ მაშინ ძალიან მიკვირდა დიმიტრიმ დაბლოკა რეალურად არა კაცო ანუ ურთიერთობები არის მანდ რა вообще ისეთი და რამდენია ეგრე გაუქმებული вообще სამყაროში სხვა შორის პლასებოს აქვს დიმიტრის და ერთი ტიპია ეთ hardcore მაგათი სიმღერა დაკავერებული Baby Wants a Monster Truck რაღაცის B-side-ია და ჟედევს YouTube-ზე რა და იმათი ვერსია ბევრად ჯობია Wild Boris ხო და ეგენ ჩაირთვება ამ გადაცემაში ხო და ბიჭო ძალიან უხერხული არის რომ ამდენი რაღაცა უქმდება აი რაღაც გაუგებრობების და ურთიერთობების მოგვარებლობის ჩემი ის არის ხოლმე მან ცოტა ეტალონივით რა Blade Runner-ის საუნდტრეკი ლეგალურად 35 წლის მერე გამოვიდა ესე იგი ვანგელისმა 35 წლის განმავლობაში როიალთის ერთ-ერთი საუკეთესო ის არის საუნდტრეკი არა საუკეთესო ფილმი და იმა ამინდი გააძრო მუსიკით вообще და აბა რა ჟანრი გამოიგონა ფაქტობრივად და 35 წელი დღის შუქი არ უნახავს და მეორე Blade Runner-თან ერთად გამოვიდა ფაქტობრივად პირველი Blade Runner-ის საუნდტრეკი ოფიციალური მეორეს და რატომ პირველშიც არის ეგ თემა რაც არის რა მოანგელის ხო და პირველი Blade Runner-ის საუნდტრეკი ოფიციალურად ესე ხო ცალკე პლატფორმებზე ფირფიტება თუ რაღაცა რა ანუ გაყიდვა დაიწყო 35 წლის მერე რა მანამდე მიზეზი არის ცნობილი მიზეზი ცნობილია კი ეს არის საავტორო კოლიზია ვანგელისა და production house შორის რა სიგიჟე და მე ვინმე მოკვდა და ვანგელისი გარდაიცვალა 1-2 წლის წინ გაიხსნა არა მანამდე გამოიცა Blade Runner-ი მეორე კაი 5-7 წლის წინანდელი ალბათ დაახლოებით რა ეგ უკვე Hans Zimmer-ი მეორესი მეორეც Hans Zimmer-ია კი მაგრამ თემა იქიდან არის მაგრამ იმენა მონსტრი გაიჭირდა ხო იმ დღეს Porsche-ში ვიჯექი და ამის ხმაო ელექტრო Porsche იყო რომელსაც კნოპკა საჭირდა მოტორის ხმა და Hans Zimmer-მა დაწერაო Porsche-ის ხმაო ანუ აი უკვე გასულია. ნუ ეგ ის არის რა, აი იმაში რომ ჯონი მარიგი უკრავს გიტარაზე რა. თორე ეხა ეს პარტია ისეთი არაფერი არ არის, მაგრამ ლეგენდის ნაწილი შევიდა. იმაში რომ ჯონი მარი უკრავს ინსექს. ხო და ამ Hans Zimmer-საც თემა აქ აღებული იქიდან იმ ანგელისიდან. კი, რა თქმა უნდა, ანუ ის Blade Runner-ი იმისი გაგრძელებაა და იქიდან თემა კი არა, რეიჩელი და ყველაფერი აღებულია. პირველზე არის დაშენებული მეორე არა, აი პირველი თუ არის მეორეს გემოს ვერ იგებ ფაქტობრივად. ან თემა ისა აქვს და მე აქ ხო რაღაც. მე მეორეც მიყვარს. ძალიან მიყვარს. მეორე ისე მომეწონა რომ კინოთეატრიდან რომ გამოვედი 3D Blu-ray შეუკვეთე, პრეორდერი მივეცი, რომელიც ვიცოდი რომ თვეების მერე ჩამოვა, იმიტომ რომ ჯერ ხო. მაგრამ პირველი ჩემთვის ეგეთი love story, რა ვიცი, ამ Android-ს და ამ ტიპს შორის რაც არის, აი სცენა გახსოვს რომ გადს კედლიდან. და ის თან მაკადევს ეგ თავარი თემა. კი. ამაგარი. Blade Runner Blues. ძალიან კაი. როგორც მახსოვს ესე ქვია მაგ თემა. ძალიან ლამაზი. Blade Runner-ის საუნდტრეკი არის ჩემი თვითმფრინავი საუნდტრეკი. ორივე. ფრენის დროს უსმენ მაგას. просто თავი დიალოგებიც არის საუნდტრეკში. Do you like our all? კი, რა კაი, ალმაზი. ეგ არის მაქსენიდან არის. რაღაცა მოაქ რა. ძალიან და ეგ გოგო იყო ჩემთვის ყველაზე ერთ-ერთი რაღაცნაირი, არა? მე რატო ვსივარ, იცი, იდიოტის სახით? არ მაქვს ნანახი Blade Runner. შენ ფენტეზი საერთოდ ფანტასტიკა არ გიყვარდა. თან ის არის კულტოვია წიგნიც და ის. And I don't like Star Wars. როგორც სიტყვა და ფრედი ხო მაგრამ Star Wars-ი კიდე ისეთი პონტია მაინც რაღაცა 9000 სერია არის და ეს ჩემ აი რაღაცა ჩემი ნუ არ ვიცი ესე მოხდა აი პირველი კოსმოსები და ეგ რაღაცა ახალი რეალობა იყო ის ოდისეა იმისი არტურ კლარკის და ეს ფილიპ-დიკის ეს რა ეს რაღაცა ფრიც ლანგის მეტროპოლის პირველი კოსმოსი შენთვის კი 27 წელია თუ არ ვცდები ან 29 1900 არა გავიგე მაგრამ პირველი მე ეს შემხო პირველი ვაფშე ოდისეა არ შემხდა მე ის რომ ნახე მივხვდი ესენი რაზე არიან გახურებულები პროსტა რა ხო თორე ჩემთვის ან პირველი აი კოსმოსის ახმა ის იყო რა ის ოდისეა 2001 თუ რა ნუ ეგ ხო ეს მეორე ოდისეა კუბრიკი არა წიგნი ის არის ვიღაც არტურ კლარკი არის არა მე ფილმიც პირველი და თან როდინდელი გაკეთებულია 60 რაღაც 10-იანების ბოლო არის და დიზაინით და ყველაფრით საერთოდ ულამაზეს. დღემდე რომ ის არის კუბრიკის წერილი, იცი?
მე არის ინტერნეტში რა შეგიძლია დასერჩოთ Stanley Kubrick letter about Space Odyssey 2001 და წერს რომ მე გავიგეო რომ თქვენ სიკველის გადაღება გინდათო კოსმიური ოდისეისო და ჩემმა იურისტმა მითხრაო რომ ლეგალურად ძალიან ცოტა რამე შემიძლიაო რომ გავაკეთო რომ ამისგან მოვითხო თავშეკავება მაგრამ მე შემორჩენილი მაქვსო ტაპირის ძვალი პირველი კოსმიური ოდისეის გადაღებიდანო და თუ გადაიღებთო ამის სიკველს ამ ტაპირის ძვალს ისე ღრმად შეგთხრიო რომ ჯერ არ აღმოჩენილი უცხო პლანეტელების intelligence იქნება საჭირო რომ გაარკვიონ როგორ გამოგაძრო ეგ ზვალი და თავდება წერილი don't fuck with me ახლა ვერ მოხდება ან კუბრიკის წერილი არის კუბრიკი წერს რომ და ვინაპირებდა ნეტა გაგიჩნდა ვინც გადაიღო კომპანია ვინც გადაიღო პირველი იქ იყო ალბათ კონტრაქტში რომ ჩვენ თუ ვინდა ამას გავაგზავნებთ რა ხო და ის დაჟე ხელოვნური ინტელექტის ჩემს თორე მანამდე 30-იან წლებში ყოფილა არ მახსოვს ავტორი ვინ იყო მაგ თემის წამოწევის ხელოვნური ინტელექტის მაგ ისქნა რა პირველად გაჟღერდა და რაღაც იქ ხო ხელოვნური ინტელექტი ეს ხომალში ვინც ტყნავს საბოლოოდ კაი და ეხლა რა შვებია ჯერ რაზე მუშაობ ეგ თქვი და მე შენთან ახდები ახლა ცოტა ხანი ტაიმ-აუტი მქონდა ცოტა ხანი რა ერთი წელი ფაქტობრივად აღარ დავდიოდი სტუდიაში გავაჩერე დავაპაუზე შევხედე გვერდიდან დაემთხვა ასევე სიტუაცია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური, რომელშიც ღრმად არ ვარ ჩახედული, მაგრამ როცა ვიყავი ჩახედული, ნუ ალბათ ახალი არაფერი არ არის. და არტისტებმა შეწყვიტეს ფაქტობრივად დაკვრა, შარშან ახალ წელს გაჩერდა ყველა დაგეგმილი კონცერტი. და ნუ იყო ვარიანტი ერთი ამაზე გაღიზიანება და ჩაციკლა, ან მეორე ამ მომენტის გამოყენება და ცოტა ხანი რუჩნოი ამოწია რა. შენ ისე იყავი ძალიან ემოციურად ჩართული მძაფრად. ხო, იმიტომ რომ მე შეხა ლენოს გარდაცვალება და მე იქ ლენო რეკორდსი, ჩემი შვილის სახელი, რაღაცას ფანტაზიორობდი და ძალიან შეპყრობილი ვიყავი ამ ლენოს, რომ ლენო ეწეროს და იქ რაღაცა მთვარეზე გაფრინდეს და იქ ლენო ეწეროს და ხო და არც მიკითხავს ლენოსთვის ხა მაგას რამდენად ეს ხო, ახლა შემიძლია რომ ვკითხოს ამაგერად. ამ შეპყრობილობამ გამოიწვია კონფლიქტი ბევრ არტისტთან, ან ფაქტობრივად ვისთან ერთადაც დავიწყე ლენო რეკორდსი, ამათთან ესენი ამათ ჩამომშორდნენ. მე რაღაც სხვა არტისტების ზებნა დევნა, ზოგი თვითონ მოვიდა რაღაცა. საბოლოო ჯამში, როცა მე მივხვდი რომ არ მჭირდება ეს რომ ძალიან მაგარმა ტიპებმა ჩაწერონ ჩემთან აუცილებლად და დაუკრან და ის რაღაცა ძალიან მადლიერი ვარ რომ აი ქეთი მელვა მაგალითად ცხოვრობს რავი შეუულია ქუჩაზე გადავიდეს გადაღმა და ები როუდი აქ იქ და ჩამოვიდა ჩემთან ჩაწერა ალბომი სხვათა შორის ფალფის გიტარისტი იყო ლეო აბრამსი მასთან ერთად მან დაწერა ორკესტრირება ანუ ეს არანჟირება ცოცხალი ორკესტრის ქეთის ალბომზე კიდე ჩავწერე რაღაც მაგალითად ლიზა ბათიაშვილის რომელიც ალბომი რომელიც City Lights-ი რაჭოლის არანჟირება იქ გამოიცა Deutsche Grammophon-ზე ანიტა რაჭოლიშვილის ჩაწერაზე ჩამოფრინდნენ სხვადასხვა კონტინენტიდან Sony-ს არტისტია ანიტა და მივხვდი რომ მაგას ბოლო არა აქვს მივხვდი რომ ზეგ Red Hot Chili Peppers-ი შეიძლება რომ ჩამოვიდეს და ჩაწეროს თუ რაღაცა და მივხვდი რომ ეს ხრელი თუ რაღაცა რასაც მეგონა რომ ამითი ვავსებ და ლენოსთვის რაღაცას ვაკეთებ ეგ ვაფშე არ ვისება მაგითი რა და გავჩერდი რაღაც მომენტში მაგაზე მითხრეს რომ არ თქვაო რა აი ძალიან დიდი თავის მიმდინარეობაში ალბათ ყველაზე ცნობილი ერთ-ერთ არტისტზე მითხრეს რომ როგორ ჩამოვაო და შენთან რეპეტიცია უნდაო და თან ჩაწერაო რა მაგ დროს ხეს ხერ ხავდი ეს რომ დამირეკეს და კაი თქო უთხარი და გავციში და გავაგრძელე ხის გახერხვა რა
და ანუ აღარა მაქვს ეგ ისა ჩემთვის მაგალითად უფრო მაგრად ასწორებს ნიკა რომ მოვიდეს ჩემთან და ჩაწეროს და დაუკრას და რა ვიცი შენ რო რაღაცა ხმები დაუდო როგორც ერთ-ერთ ტრეკზე არის ნუ იცეკვებს ახურავზე არ გვინდა ამჯერად პროსტა ბექები კი მაინც გაგვიკეთე მაგითი უფრო მივიღებ სიამოვნებას ვიდრე რაღაცა თევზაობით რო აუცილებლად ჟანრის წამყვანმა ტიპმა ჩაწერა ნუ საბოლოოდ პროცესით ვტკბებით უკვე და რა რაღაც ამბიციის იმის ეგოს ფხანით რა რეალურად რა ხო ყველაზე მაგრად ვტკბები საბოლოოდ დილით ჩემი შვილი რო იღვიწებს და ჩამეხუტეო რომ მეუბნება ვაფშე არ მჭირდება ლენო რეკორდსი არც სტუდია და даже არც სახლი შემიძლია რომ ინდორში ვიჯდე მაგ დროს რა ასე რომ ეგეთი დრო მოვიდა რომ აღარ ვარ ჩაციკლული და ყველაფერი მიდის მაინც იდეალურად სტუდიაშიც არის რაღაცა ზომიერი რაოდენობის საქმე დღეს ლაივია მაგალითად საღამოს პაპონე შარიკაძე და ხონძი დაუკრავენ თავიანთ ახალ ალბომს ჯაზ მისმინე მე რომ მორჩები ხო არ დამავჭყნეს რაღაც ობსესიებს როგორ მოვერიეთ ეგეთ საინტერესო რისი დახმარებით ობსესიებს როგორ მოვერიეთ და დავინახეთ ობსესიები და არც მოვერიეთ ვინ დაგვეხმარა მაგაში რა დაგვეხმარა მაგაში ვინ ყველა გეხმარება მაგ დროს ზოგი მეტად ზოგი ნაკლებად რა ფაქტობრივად ესე არის რომ მე რაც ვჭირდება სიამდვილეში სამყარო ყველაფერს მაჩვენებს რა ამას მაჩვენებს იმ სახით რა გარემოშიც ვარ იმ ადამიანების ნივთების რაღაცა სინქრონული რაღაცეების რაც დაემთხვა ციფრები დაემთხვა ზოგ საკრო ტელეფონზე 21 თუ რაღაც სიამდვილეში ეგ ყველაფერი რაღაცას თურმე ნიშნავს რა აი ესეთი რაღაცაც კი ხდება რომ რაც მაინტერესებს უცებ YouTube-დან ვარდება ეგეთი რაღაცა თვითონ notification-ი რომ ახალი რაღაც დაიდო იმ დღესთან კავშირში ჩემთვის საინტერესო კითხვაზე პასუხი და თუ ტელეფონს არ ვიყენებ მაგ დროს ხო შეიძლება მაგ დროს მაგალითად ორი პერფერატორიანი ტიპი მოვიდეს და პირდაპირ ჩემი აივნის ქვეშ დაიწყონ დანგრევა და მაქედან მივიღო მესიჯი რა და დავინახე როგორი ვარ რაზე ვარ წამსვლელი და ის რომ ვინც არ მევასება ყველასთან იდენტობა მაქვს გულის სიღრმეში ვშო ანუ არ ვარ იდეალური და მაქვს უფლება რომ ვიყო ესეთი როგორიც ვარ და ჩვენ არ ვიცით ჩვენ გონია რომ ეს ქრისტე და ვიღაცა ესეთი მაღალი ცნობიერების და სამაგალითო ბრძენი არსებები იყვნენ იდეალურები რა და არ გვინახავს როგორ მაგათ სამზარეულოში რა ხდებოდა რა გზა გაიარეს როგორ გახდნენ ეგეთები არ გვინახავს თუ ჩაუჭრიდა ვიღაცა ესე რა ქვია გზაზე მანქანით როგორ მოიქცეოდნენ ეგ ადამიანები ისე ძალიან კაი არის იმის ერთი ემანუელ შმიტი არის და ის ყაზანზაკის აქვს კიდე ან ცოტათი უფრო გაყოფიერებული ქრისტეს აქვია იმას ბიოგრაფია თუ ანუ რომანი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ანუ ამ ვერსიაში შმიტთან მაგალითად ქრისტეს შეყვარებული ყავს შმიტთან თუ ყაზანზაკისთან ხდება არ მახსოვს რა და მოკლედ რა ანუ ხო მაგ ყოველდღიურობაში ადამიანი როგორი იყო და არა ესე ჩვენამდე რაღაც ლეგენდას როგორც გაღმერთებული ეგ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდე რომ აი გასხიოსნებული ადამიანი შეიძლება ბრაზდებოდეს იმიტომ რომ გონია რომ მარტო შენ გემართება ეგეთი რა რომ აი შენ ხარ ეგ და ეს შენი დეფექტებია როცა რავი ხა ჩვენ გაგვიხილია ეგ არაერთხელ რა რომ ანუ ეგ არსად არ მიდის უბრალოდ მე რას უშვები ამ შენ დეფექტებს რა გაბრაზება ნორმალურია ბრაზიანი მე ძალიან ბრაზიანი ვარ ეხა დღეს რამდენად ბრაზიანი ხარ დღესაც ვარ ძალიან ბრაზიანი დღეს კონტროლი გვაქვს მეტი დღეს ხან არა დღეს მაგალითად მწმენდი სარკეს და ბავშვი მოდიოდა და ადევდა თითებს მე არ დაადო კიდე გავწმინდა კიდე დაადო და მე რომელიღაც დადებაზე აი ცოტა უხეშად და ეს კვეთრად გამოვწია სარკიდან რა და მაგ დროს მივხვდი რომ სიყვარულთან ერთად რაღაცა ეს აგრესიაც გამეპარა რა ხო და ეგ ხო ის არის ანუ რეალურად მთელი მუღამი იმაში არის რომ ეგ ყველაფერი არ ნელდება გვაქვს ვატარებთ მაგ ბრაზებს თუ იმას თუ სხვადასხვა ემოციებს დანახვა ერთია და მე კონტროლიც მეორე არის კიდე რაღაც ასაკთან ერთად კონტროლის მექანიზმების მეტი არსებობს კონტროლი
ხო რა, თუნდაც შეუძლებელია ჩემი გადასახედიდან ვერ გააკონტროლებ. ანუ შეიძლება გაგეპაროს. ესე გაგიქცეს. მიიღო. ან მიიღო, უბრალოდ დაინახო. ანუ დანახვა აკონტროლიობა. სხვა გადაცემა ჩაიგდო. კონტროლი. გავიგე, მაგრამ დანახვა ნიშნავს იმას უკვე რომ დაინახე და სადღაც მაგ შეცვლი და ხანდახან მაგ გამოხატულებებს როცა ვერ ხედა, უშვებ და ის მერე ბოლომდე ხვდება. ვერ ხედა, ვერაფერს ვერ იღო. შენი ელვა შესაკრავი დაინახე. ჩემი ელვა სულ შეკროლია. უძლური ვიყავი რომ რეაკარის დღე გაქვს თუ რა ხდება. ბიჭო, სულ უძლური ვიყავი რომ არ დამენახა და არ მეთქვა. აინუ ესეთი ვარ. მესმის. ხტები, ჩემთვის არის კონტროლი დიდი შეცდომა. სინამდვილეში დანახვა და მიღება არის გამოსავალი. აი რომ დაინახო კონტროლს ვინ რას დაუძახებთ, ანუ კონტროლია, რა აკონტროლო თავი, არ გაბრაზდე, არ რაღაცა. ესე იგი იყო უკეთესი ვერსია, როგორც არ ხარ. აი მანდარი ხევი. მანდარი პრინციპში დამიკოლება. არ გვინდა მაგ სიღრმეებში ჩასვლა, ძირითადად იმას დავკარგო. არა, ნუ სხვა ფორმატში წავალთ. ხო და თან იმან ნახე გაგვინათა ფონი ისე რომ ის თავის იმას იძლეოდა რა ქვია იმპულსი სამანდი ხო არ იქნება want to ხო და შენ მუსიკალურ ნაწილში რა ხდება შენი მუსიკალური მისი გამოხატულების თუ ექსპრესიის ჩემ მუსიკალურ ნაწილში ბოლოს დავწერე ერთი სიმღერა ესე რა კი არ დავწერე ხო აი როგორც პირველი ისე ეს ავიღე გიტარა ლეოც იჯდა ჩემთან ჩემი შვილი პატარა 4 წლის და მოდი დავწეროთ დედიკოზე დავწეროთ სიმღერა თქო რა და ავიღე და დაუკარე რაღაცა თავის ტექსტიანად რა ხო და სამყარო მიჩუქა თუ სადღაც გასურვილი რომ დაუკრა არა ვიცი თუ შეიძლება არ გამომივიდეს მაგრამ შემიძლია გაჩვენოთ როგორი ვაჩვენეთ თუ არ გამომივა ხვალ აქ გიტარა არ ჩაბილი გიტარა აწყობილი ცხოვრება sequence ესეთი გამოიღვიძე და იქ შემხვდი სადაც გაჩნდა ბოლო იმედი ვერ ვიმახსოვრებ გამოიღვიძე და იქ შემხვდი სადაც გაჩნდა ბოლო იმედი გამოვიღვიძებ და იქ გნახავ შენ სიყვარულს გულით ვინახავ ჩემთვის ძალიან საყვარელი არის რო ვიცი წინაპირობებით და ყველაფერით. ძალიან. ხო და ბოლოს ეგეთი დაიწერა თავისით რა. ნუ იმ მომენტში აქტუალური იყო და ეგეთი. ისე კონტექსტებს აქვს დიდი მნიშვნელობა რა ზოგადად რა. აი ხა იმ დღეს ბაზრობდით რომ თქვათ ლადოს რეპერტუარის მოსმენა ესე ძალიან შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ რაღაცა იმის ემოციური ნაწილი და კონტექსტები რო იცი საიდან წამოვიდა თქვათ რა რაღაცა ის ემოცია რა მოუტანა, ეგ კიდევ საერთოდ სხვა იმას. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ხა მაგაზე გვილაპარაკია მე მგონი სამივეს, რომ სად აი უბრალოდ სკროლისას რო გადააწყდები სიმღერას და სად ტიპი რომ მოგიყვება. რაზეა სიმღერა თავის ყველაფერს მოგიყვება და მე მოგასმეინებს და შემოდის რა იხსნება ეს პორტალი.
რა. პორტალი კი არა, სრულ სურათს ხედავ მე, რა მარტო მელოდიას და იმას არა, ანუ აი. იმიტომ რომ ჩაკეტილები ვართ, მე ჩვევი არა, ჩაკეტილი ვარ ესე რაღაც რომ მოდის, პირდაპირ ესე ბოლომდე გახსნილად ვერ ვიღებ ხოლმე, რა მჭირდება პატარა გაფართოვება. უნდა, ხო. ბიჭო, რამის უსმენ ამ ბოლო დროს? ამ ბოლო დროს. უსმენ რაღაცებს კი. 07 არ მქონდა მოსმენელი ბევრი რაღაცა და ბოლო პერიოდში, პრინციპში ბოლო წლებია და წელსაც რაღაცა მაგის ახალ ისეთ რაღაცებს რაც არ მქონდა მოსმენელი მოусმენე და გამისურდა. მაგრამ თუ არ ჩავიხედე ტელეფონში ტრეკები ზეპირად არ მახსოვს? მე ის რატო ამოვაგდეთ ვაფშე? ლადოს რატო გაუმაზეთ ისე რომ ამოუგდეთ Spotify თუ არ ქონდა? თქვა რომ ლადო რას უსმენო? ასე შეიძლება ბრინდის პირს უსმენდა. არაფერს არ უსმენს. Spotify არ მაქვს, Apple Music-ი მაქვს. ხო, რა მნიშვნელობა აქვს? რასაც ხმარობ. კი. Apple Music-ს ინდა იქ ჩავაგირკიტოთ? ბიჭო, რა პლეილისტი მაქვს პირდაპირ და ჩანს იქ. მაგ არ არის ესე და like song რაღაც. მოვიდა. რაც მევასება პლეილისტში მაქვს და მანქანაში რო ვიჯდები ზოგჯერ თვითონ randomly ირთვება რაღაცა აქედან შეიძლება თვითონ ჩაირთოს რა და ეგეც რაღაცა არის რაღაცას მეუბნება. მე მკითხე აბა ბოლოს რა მომეწონა? ნიკა ბოლოს რა მოგეწონა? ჯო ძალიან დიდი ხანია ესე არაფერი არ მომწონებია და ლადოს ნამღერი მომეწონა. მომეწონა კი რა ყოველდღე სულ თავში მაქვს ეგ რა. ეგრე აი არ ვიცი თან მინდოდა მე თქვა ახლა ხვდები რა რომ ესე არ შემხებია არც ერთი სიმღერა არ ვიცი წლების მანძილზე ალბათ რა შეიძლება აი აქ რო იჯდა მაგიტო არ ვიცი მე ძალიან მომეწონდა და როგორ მიხარია რომ ლადოს უამრავი ეგეთი აი ლამის მარტო მე ან კიდე შეიძლება 1-2 ადამიანი რო იყო მაქვს მოსმენელი და მოხიბლული მაგით ვარ რა ლადო მევასება ძალიან მეცხო და ის იმ დღეს რაც მოხდა თან იმის გარდა რომ მართლა ნუ ჩემში რო ვილაპარაკეთ მაგის ყველა სახლის ლაივი ეგეთივე მნიშვნელობი და ემოციური იყო მაგრამ იმ დღეს რაღაც წრედი შეიკრა ბევრი რაღაცა არა იმ დღეს რაღაცა მოხდა კი იმ დღეს მოხდა ბევრი რამე გიტარაც იმ დროინდელი 300 ის მეხსიერება რაც გაუღვიძე ის ემოცია სხვანაირად გაუღვიძე ყველაფერმა ბევრი დამთხოვა ქონა მოკლედ და ეს რაღაცა მოკლედ რა კაია ძალიან ეს მიკროფონი ეს მიკროფონი ამაზე და ნიკას ეგონა kick drum-ის მიკროფონი. kick drum-ისაც არსებობს, ოღონდ ეს არ არის, ეს ტომის ან snare drum-ის მიკროფონი. მაგრამ დრამის მიკროფონი. დრამის არის, მაგრამ kick drum-ის სხვა ზომის არის რა და მე ნიკასია რა მოკლედ ეგ მიკროფონი და მოღონდ ჩემთან მოხდა. ჩემთან ეგ სტუდიაში მე რაღაც მომენტში ნიკამ მკითხა რომ ეს ჩემი მიკროფონი სად არისო და მე გამახსენდა რომ მე სტუდიიდან რაღაც ესე ეს ჯგროთ ბევრი რაღაც ტექნიკა გავყიდე და ეს მიკროფონიც გავაყოლე რა და დაუმალე რომ მეთქი არ ვიცი ჩემთან არ არის თქო უთხარი რა და მე შარშან ამ წელს შეიძლება რა ვიცი შემცხვა რა და ვიცოდი ვისაც აქვს და მოკლედ დავაბრუნე ამაზე ლაპარაკი გასხვისებული იყო ანუ გაშვილი არ გაიშვი final tap-ი ნახი გაშვილი იყო და მე საერთოდ არ მახ არის ხე რაც მოყვა ეგ ისტორია საერთოდ არ მახსოვს აი ეს მიკროფონი რომ მქონდა არ მახსოვს რომ მივეცი არ მახსოვს ანუ ეს რო შენი იყო და ის გზამოია რა მგონია რომ პირველად ხედა რამდენი რამე იცი ისე აი ამ ინსტრუმენტებზე რაც ამან არის ის ამისივეზე ეს ყველაფერი ხო შენთან ამყოფია ყველაფერი არა ზოგადად რაღაცა ნაყოფია ძირითადი ნაწილი ხა აღალი რაღაცები ის ვიცი რომ როუდსი სიურპრიზი გაუკეთა ლიკამ და გაახარა და კეთილი შოკი მიაღებინა ეს ვოქსიც მე მგონი ვოქსი არა ეს ვოქსი მამა ჩემის რაღაცა რომელიღაცა ვოქსი კი გიტარის აი ეს ვოქსი მაგას უყურებდი ბოდიში მე მგონა იმაზე look at me და ხო კიდევ რაღაცები მასე უკეთესად ვიცი დაიმახსოვრეთ მაგიტომ მკითხე აი ეს მიკროფონი რო გეუნებოდი ეს რისია რისიც გინდა ნუ არა ხმის არა რაღაც საერთოდ სამყებია შეიძლება რა კი საერთოდ ხმის არის ეგ ტექნოლოგია რიბონი გამოიგონეს იმისთვის რომ არის რბილი და არ არის დინამიური და ძალიან კარგად ერგება ადამიანის ხმის ტემბრს ხო მაგრამ ნუ ინსტრუმენტებზე უფრო იხმარება როგორც ვიცი აი რასაც
ჭყვიტინა სიხშირე აქვს, ამ მიკროფონს მიუშვერ და ამას უნარი აქვს, რომ ის სიხშირეები უბრალოდ არ შეიცვალოს. ხო? აი overhead-ისთვის არის კარგი. Overhead-ი, რკინის ინსტრუმენტი. Overhead-ი არის დრამის. ანუ ვოკალისტვის ფლათ არა. მაგრამ შეიძლება გადაცემას მუკი გადაიზარდა ხმის რეჟისორების. ვიღაცებს ეგნაც არა, ისი როგორ აინტერესებს ხო წერენ, რომ აი რა ჩეინი გაქვთ მაგალითად ვეკითხებიან, რომ რა მიკროფონებს ხმარეთ რა პრეამპებში. Daisy chain. Alice in Chains. ისე მე მგონი ჩვენ ვართ ერთადერთი პოდკასტი, რომელიც ნივის პრეამპებზე წერს. ეგ რა არის? აი ეს არის ნივის პრეამპი. აი აუხსენე ხო ხარ ლექტორი. პრეამპი არის. ნივი შეიძლება საბჭოთა წარმოებაში წავიდა. ამაში არის მემბრანა, ძალიან მსუბუქი, ჰაერის მოლეკულების რხევა ამ მემბრანას არხევს, იქ ძალიან მინიმალურად თვალით არ ჩანს ეს რხევები. იქ ინდუქციური კოჭაა და როგორც დინამო, ველოსიპედის დინამო, აქედან გამოვარდება დენი, ახლა მე ვლაპარაკობ, ხო? აქ ძალიან დაბალი, მაგრამ დენი გამოდის, გაზომვადიარი ტესტერი რო დაადო. ძალიან სუსტია ეგ დენი. აი ორია ბატარეა რო არის ელემენტი, იმის დენზე ბევრჯერ სუსტია. ამიტომ მაგ დენს ჭირდება რაღაცა დონემდე გაძლიერება, რომ აი დანახვადი მე დინამიკმა რო დაუკრას და ასე შემდეგ. გამაძლიერებელი ჭირდება. ოღონდ მიკროფონის გამაძლიერებელი. ეგ პრეამპი არის მიკროფონის გამაძლიერებელი და შეიძლება იყოს ესე იგი, რა უნდა ქნას იცი? მოლეკულარული ფოტო უნდა გაადიდოს ისე, რომ დაუბეჭდოთ ბანერზე მე ქუჩაზე. და ამისთვის ჭირდება ფაქტობრივად ძალიან ზუსტი, აი, წარმოვიდგინე, ახლა რა მაგალითიც მოვიყვანე, ძალიან მაგარი ოპტიკა რა. ამ პრეამპს ჭირდება ძალიან კარგი ხარისხის ორი ზუსტად ერთნაირი ტრანსფორმატორი, იმიტომ რომ აქედან პლუსი და მინუსი გამოდის და ის ორივე ერთნაირად უნდა გააძლიეროს, ისე რომ ამ ფოტოს გადიდებაში არ დაიკარგოს პირველადი essence რაც სურათი. პირველადი სურათი რო არ დაიკარგოს. კარგი პრეამპი ისე გაადიდებს ამას. გააბევრებს ამ დენს, რომ შეუნარჩუნებს ფერს და პირვანდელ სურათს და არ ექნება ზედმეტი ხმაური. ნოიზი. ხო და ნივი არის ჩემთვის ყველაზე მაგარი პრეამპი გვაჯი. SSL-ის მოყვარულია, ნივი მიყვარს. არა, მეც ნივის მოყვარული ვარ, ეს ცალკე პრეამპად რო ავიღო, ნივი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი პრეამპი. ხო, მე SSL-ს ვიყენებ, იმიტომ რომ კონსოლი მაქვს SSL-ის და ჯამში სხვათა შორის ნივის კონსოლის ყიდვას ვფიქრობდი და მე აღმოჩნდა, რომ ეს კონსოლი, რომ SSL-ის რომელიც მე ვიყიდე, მე პირადად ვიცნობ SSL-ის დირექტორი მაგ დროს ვინც იყო კრის ჯენკინსი. და მაგანვე გამოიგონა ეს კონსოლი, ასე ვთქვათ რა. კონსოლი არის მიქსერი დიდი რაც უდგას. მიქროდი, პულტი რა. პულტი. მოკლედ მაგის რაზრაბოტჩიკს პირადად ვიცნობ და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი დილ როგორ არის. ფასდაკლება და მარტო ფასდაკლება არ არის, მაგ პულტს ესე ვერ ყიდულობ პომიდორივით, იქ რიგში დგები, ელოდები და მთელი ამბავი და ადრენივაზე რო იყო. ხო და ეხლა რაღაცა თავიდან ნივოთ აღვიქვი და ეხლა ისე ტექნიკურ რაღაცებზე ლაპარაკობთ, რომ მადლობა მინდა Artforce 1700-ს უთხრა, რომ ეხმარება ამ ყველაფრის აღქმაში თავისი ტონით. აღვიქვი? კი, აღვიქვი და ის ვისაც უნდა იყიდება ალგორითმში და ვისკის სახლში. დაინტერესებული. თურმე ხსნისო რა. ანუ მოთმინების უნარს გამუშავებინებს რომ ტექნიკური ნაწილი არის. experience but დაგეძინა ეს რო ბაზრობდა. არა, პირიქით რო არ გავედი და დავრჩი. კონცენტრაცია შემინარჩუნა. ჩემთვის დედის სიმღერასავით არის ხა ეს რასაც ყვებოდა. არა, ხო და თქვენთვის ხო ის არის რაღაცა მელომანი ვინც არის მუსიკალური ინტერესებისაც აქვს ის ნაწილებს საინტერესებს. მუსიკოსები გვისმენ. კიდე შემიძლია ის თქვა, რომ შემთხვევით ერთხელ გავიღვიძე და ჩემი მეგობარი თორნიკე გველესიანია და ჩამიგდო სკრინშოტი, რომ ვაუ, საღოლო და ერთ-ერთი წამყვანი კომპანია აუდიო ინჟინერებისთვის საინტერესო გაჯეტების პრიზმ საუნდი არის ეგეთი. საუნდ კარტების ყველაზე კარგი და ძველი, ერთ-ერთი პირველი რა, მწარმოებელი, არ ვიცი, Bentley. და ფოტო ჩამიგდო, რომ მაგათ ვებსაიტზე ჩემი ფოტო აყენია რა. მე მეგონა ხუმრობა. მაგრამ მაინც შევედი. ხო და ეყენა მართლა.
ისე რომ არავით არის შეთანხმება ან რამე, აი surprise იყო რა. და რატო რა შენ არ იცოდი? არ ვიცოდი. რანაირად მოხდი? რანაირად მოხდა და მე მართლა ვიყენებ მაგათ sound cards, მაშინაც ვიყენებდი. ახლა საერთოდ ვაფშე ბოლო რაც გააქვთ იმას, ნუ მე დავმეგობრდით და ძალიან კარგი ხელშეწყობა ფასდაკლებები და მოწოდების ვადები და რაღაცები, შემომთავაზა ამ კომპანიამ და მადლობა. ქართული ალბათ არც ერთმა არ იცის. მოკლედ იმას ყვებოდი რომ მე როცა ვიყიდე ამათი აუდიო ინტერფეისი, უბრალოდ ინტერვიუს ისტორია თუ რაღაცა და ფოტო რომ მე და ეს ინტერფეისი ვართ, ეს ფოტო და ინტერვიუ მივაწოდე ამათ. მაგრამ ის რომ პირველ ან რო გახსნი ვებსაიტს და პირველი ჩემი ფოტო იტვირთებოდეს და ეს ინტერფეისი ეს შემთხვევით მოხდა და იცი რა არის მნიშვნელოვანი? კაი ფოტო ინტერფეისი ჩემი სახელი და გვარიც ეწერა იქ. ანუ ფოტოსთან და იმასთან ერთად რა და ნუ რაღაც როგორც მე Amazon-ზე და მე ყველგან წაყვა ეს ფოტო რა ანუ გაყიდვებში ვინმე ძალიან გვინდა სპონსორი მუსიკის სახლის გარდა ვინმე ინსტრუმენტებთან და მაგ ისეხოსთან არის კავშირში ჩვენ რეალობაში? კი, ჰერცი და ლუმენი მე სად არიან? ჰერცი ლუმენი არ ვიცი თუ არის ისევ ესე რაღაც ინსტრუმენტების საცალო გაყიდვაზე კიდევ ვინ შეიძლება DB Labs გამოჩნდა რაღაცა DB Labs აუ იქნება რაღაცა რავი დავლინკოთ ყველა აგვიმეგობრდით ხალხო ეს ანუ ჩვენ გვჭირდება რეალურად ხო და თავის შენარჩუნებაში გვჭირდება ჩვენთან ახლოს მყოფი ისინი რა ქვია დამფინანსებლები თუ რაც ქვია რა მაგას ინტერესიც არის სპონსორები და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი რომ ეგეთები ახლოს გყავდნენ ხო, ანუ ესე იგი, მაშინ ტექნოჯიმი და რები ტექნოჯიმი. აუ, ეგეც თავისთავად, ეგენიც გვჭირდება და ნუ ზუმერიც ძალიან ჩვენთვის ხელსაყრელი იყო, იმიტომ რომ რავი, გვჭირდება ბევრი ტექნიკური დახმარება გენაცვალე რა. კარი, რამის გაპიარება ხო არ გინდა? სიყვარულის. ან გაიაბროცა. სიყვარულის გაპიარება მინდა და მინდა ვთქვა, რომ ყველა მიყვარს. ვისაც გონია რომ არ მიყვარს, ეგენიც მიყვარს სინამდვილეში. ვიზეც გაბრაზებული ვარ, ეგენიც. რაღაცა ხო, მეც ეგეთი განცდებით ვარ. ვინც არ მიყვარს, ისინიც მიყვარს. პერიოდები გვაქვს ხოლმე.